დღევანდელი ლექცია რო დავიწყოთ. თქვენი კურთხევით, მოგესალმებით პირველ რიგში. დღევანდელი შეხვედრა ისე როგორც დანარჩენი სხვა შეხვედრები ერთის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ღირებულებით თემებს ეხება, რომელიც პროფესიონალიზმს საჭიროებს კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს განვიხილავთ ქრისტოცენტრული კუთხით. ეს მე წინასწარ მინდა გთხოვთ გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ ხდება ხოლმე ხანდახან რაღაც გარკვეული თემაზე ვსაუბრობთ ქრისტოცენტრული კუთხით, ანუ მხოლოდ ქრისტიანული თვალსაზრისით განვიხილავთ ამა თუ იმ თემას და მერე თქვათ ადამიანებს ხშირად აქვთ დანაკლისის განცდა, რომ ამ თემას სხვა კუთხითაც რომ არ შევეხეთ, თქვათ. ხო? აი თქვათ არის თემა, რომელიც არის ეხება თქვათ ნერვოს, დეპრესიას და ჩვენ განვიხილავთ არა ფსიქოლოგის ხედვას წარმოვაჩენთ, არამედ ქრისტიანულ ხედვას წარმოვაჩენთ. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ქონდეს ადამიანს მოლოდინი, რომ აქ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი საუბრობს ან ფსიქიატრი. ყოველთვის საუბრობს მღვდელი, რომელიც მხოლოდ ქრისტოლოგიური კუთხით განვიხილავთ და ჩვენთვის ეს ჩემთვის როგორც ქრისტიანისათვის და თქვენთვის როგორც ქრისტიანებისათვის ამ კუთხით განხილვა არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმიტომ რომ ასე დროს ჩვენ ვიგებთ თუ ცდილობთ გავიკოთ ყოველ შემთხვევაში თუ როგორ რეალიზდება ჩვენი რწმენა ყოველდღიურობაში და კონკრეტულ სიტუაციებში. დღევანდელი თემა ესე მოგვაწოდეს, ეს არის სიკეთე, ბოროტება და სამართლიანობა. ხო, ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს თემაც საინტერესოა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული კუთხით და ყოფითი თვალსაზრისითაც. არის ხოლმე ერთი პრობლემა, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ქრისტიანობას მუდამ თანსდევს. ჩვენი ყოველი საუბარი არის თეორია. თეორია ჩვენ საუბრობთ ქრისტეს შესახებ და ჩვენ საუბრობთ თუ როგორ უნდა იყოს და როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ, რომ ქრისტიანები ვიყოთ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ აქედან რომ გავდივართ, მე თქვენზე არ ვსაუბრობ, ეხლა პირადად ჩემზე ვსაუბრობ, როდესაც გავდივართ დღა საეკლესიო, მოდი სატაძრო სივრციდან, ჩემი ხმა უკან კარგად ისმის? როგორც კი გავდივართ სატაძრო სივრციდან, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ის, რომ ჩვენ ყოველდღიურობაში აი ამ ყველაფერს ვერ ვანხორციელებთ და ვივიწყებთ კიდევაც. ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, ყოფით საქმიანობაში, ოჯახში, მგზავრობის დროს, ჭამის დროს, დალევის დროს, ძილის დროს ჩვენ ხშირად არ ვავლენთ ჩვენ თავს, როგორც ქრისტიანი უნდა ავლენდეს. რა თქმა უნდა, ეს ამას თავის მიზეზი აქვს და ამის მიზეზი ჩვენი შინაგანი სამყაროს არაჯანსაღი მდგომარეობაა სულიერი თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი სიტყვა სახარებაში აღმოვიკითხავთ, თუ წმინდა მამის კითხვისას გავიგებთ, თუ წირვისას მოვისმენთ, თუ თუნდაც შეხვედრა ლექციის დროს გავიგებთ ასეთმა სიტყვებმა, ასეთმა საუბარმა უკვალოდ არ ჩაიაროს, ჩვენ უნდა ვეცადოთ ამას. და რა თქმა უნდა, აქ უკვე ჩვენი ინდივიდუალური ძალისხმევაა ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, დღევანდელი თემა ესე მომაწოდეს, რომ უნდა გვესაუბრა სიკეთეზე, ბოროტებაზე, სამართლიანობაზე. ამ კუთხით მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ ადამიანს აქვს ონტოლოგიური პრობლემა, ანუ არსობრივი პრობლემა. ყველა ადამიანს აქვს ეს პრობლემა. კერძოდ ეს პრობლემა ვლინდება იმაში, რომ ყველა ადამიანს, ანუ თითოეულ ჩვენგანს აქვს ილუზია, რომ მას შეუძლია გაარკვიოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი. სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება. და ყოველი ადამიანის სამყაროს აღიქვავს გარკვეული თვალსაზრისით და კუთხით, რომელსაც შეიძლება ასე დავარქვათ, ყოველი ადამიანის საკუთარი სიმართლე. და შესაბამისად, ადამიანს რომ აქვს ეს ხედვა და ეს განწყობა და ეს შეგრძნება, ადამიანი ცდილობს, რომ კარგ შემთხვევაში, სწორ შემთხვევაში, ღირსეულ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს, რომ დადგეს სამართლიანობის მხარეს და იგი ყოველთვის ესე ფიქრობს, რომ იგი დგება სამართლიანობის მხარეს. მაგრამ მე ვთქვი, რომ ეს არის ადამიანის არსობრივი პრობლემა. და აქედან გამომდინარე დავსვათ კითხვა, რამდენად აქვს უნარი ადამიანს გაარკვიოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის სიმართლე, რა არის უსამართლობა, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. და აი ძალიან ზედაპირულად რო შევხედოთ,
ჩვენ ხო ვიცით სამყაროში რამდენი უბედურება ტრიალებს. ინდივიდუალურ დონეზე, გლობალურ პოლიტიკაში, ერებს შორის, ჯგუფებს შორის, კლანებს შორის, მრევლის წევრებს შორის, ოჯახის წევრებს შორის რამდენი კონფლიქტი ხდება. ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი რა არის? ის რომ ყველა ადამიანს თავის საკუთარი სიმართლე აქვს. და ერთმანეთს მოსაკლავათაც კი იმეტებენ. და ახლა მე უფემ რომ მოყვა ის შემთხვევა რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ დაახლოებით 1 კვირის წინ ამერიკაში ალბათ დარწმუნებული რომ ვკითხოთ იმ სამ ადამიანსაც თავის სიმართლე აქვს და ეს უკვე ნიშნავს იმას რომ გადასახედია ჩვენი ეს პოზიცია როცა ჩვენ ვფიქრობთ რომ როგორ მე ჩემი სიმართლით მოქმედებ და ვცხოვრობ და ეს რა საკმარისი არ არის თურმე არ არის საკმარისი იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავის სიმართლე აქვს და როცა ვამბობ რომ ეს ონტოლოგიური პრობლემა ანუ არსობრივი პრობლემა ეს ნიშნავს იმას რომ ეს პრობლემა ადამიანის ძალიან სიღრმეში მისი არსების ძალიან სიღრმეში უფსკულში სადღაც ფესვებში ძევს რა თქმა უნდა მე ამ პოზიციას ვახმოვანებ იქიდან რომ ქრისტიანი ვარ და ჩემი რწმენა ეფუძნება წმინდა წერილს ღვთის გამოცხადებას მე მწამს რომ ქრისტიანი ღმერთი ეს ნიშნავს იმას რომ მე მწამს წმინდა წერილის ერთი მეორისგან გამომდინარეა ეს და წმინდა წერილი როგორ გვასწავლის ადამიანის დამოკიდებულება სიმართლეზე და უსამართლობაზე სიკეთესა და ბოროტებაზე როგორია გვახსოვს ადამიანის დაცემის ისტორია მეტაკლებად ვფიქრობ ეს ყველა მიცით წაკითხულიც გვაქვს იმედია წმინდა წერილი გვახსოვს როგორ რითი აცდუნა ეშმაკმა ადამიანი პირველი ადამიანის სდუნება არსობრივად დაკავშირებულია თითოეულ ჩვენგანთან იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ფესვიდან ამოზრდილები. ეს არის ქრისტიანული სწავლება. რა თქმა უნდა, ამას არ ეზიარებენ ბიოლოგები, დარვინისტები, ევოლუციონისტები ზოგადად, მატერიალური ევოლუციონისტები, თორე ევოლუციონიზმი არსებობს ქრისტიანულიც, მაგრამ ეს გვწამს ჩვენ, რომ ჩვენ ერთი ძირიდან ამოზრდილები ვართ და ჩვენი პირველ წინაპარი იყო ადამი. და ევაც კი ადამისგან შეიქმნა. და როგორც ცდუნდნენ ჩვენი პირველ მშობლები რა იყო ის ბერკეტი თუ ის მექანიზმი რითაც ეშმაკმა ისინი აცდუნა მათ უთხრა ესეთი რამე რომ თქვენ თუ ამ ნაყოფს შეჭამთ თქვენ გახდებით მცნობელნი სკეთილისა და ბოროტის ანუ ადამიანს თქვენ შეგეძლებათ გაარჩიოთ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და ამაზე დაფუძნებით მეორე რამეს ეუბნება თქვენ გახდებით ღმერთები გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსობრივად ბოლომდე ტყუილი არც ერთი არ იყო. დიახაც ადამიანი საღვთომადლით ღმერთი უნდა გახდეს, დიახაც ადამიანმა უნდა იცოდეს გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, მაგრამ იმ ფორმით და იმ წესით და იმ ნებელობით, იმ უკეთური ნებით, რომელსაც დემონური ნება ქვია, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ უბედურებას მოიტანდა და ადამიანის რეალური მეტამორფოზის მაგივრად ადამიანში სიამაყეს გააჩენდა, რაც ასე მოხდა და აი ეს პირველ მშობლის ცოდვა გამოიწვია ადამიანის დაავადება აი ამ ავადმყოფობით, რომ მან იცის რა არის კეთილი და ბოროტი. და ამიტომ ის თვითკმარი არსება გახდა და ღმერთივით არის თავის წარმოდგენაში. სხვათა შორის ადამიანმა იცის თურმე რა არის სიკეთე და ბოროტება ადამიანმა რო იცოდეს რა არის სიკეთე და ბოროტება კიდევ ერთხელ ვიმეორებ კაცობრიობის ისტორიას რო გადავხედოთ უბრალოდ გაგეცინება ადამიანი გონიერი არსების შთაბეჭდილებასაც კი არ ტოვებს ხშირ შემთხვევაში იმდენად არ უყვარს კაცობრიობას ერთმანეთი მაგრამ ეს ერთგვარი ირონიულობა თვითწმინდა წერილშიც კი არის ადამი და ევა შეცოდების მერე ღმერთი საუბრობს ყოვლადწმინდა სამება თავის თავში საუბრობს, იმიტომ რომ ღმერთი ხო მონადა არ არის, სამპიროვნება და თავის შიდა ცხოვრება აქვს და ბიბლია გვიმხელს გამოცხადებითი ცოდნა ეს, რომელსაც რწმენით ვიღებთ. ბიბლია გვიმხელს ღმერთის შინაგან დიალოგს. აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი. და აი ამ სიტყვებში არის ერთგვარი ირონიულობა და წმინდა მამები პირდაპირ ესე ამბობენ. ირონია იგრძნობა, საღვთო ირონია კი არ დაგცინის მართლა ღმერთი, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა აღმოჩნდა გროტესკული რა. ადამიანმა იცის რა არის სიმართლე და უსამართლო. ამიტომ როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მან სწორად შეუძლია განსაზღვროს სიკეთისა და ბოროტების რაობა,
ქრისტიანები მინიმუმ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ ხედვასთან და საკუთარ თავს ძალიან კონტროლს უნდა უწევდეთ, რომ არ დავეყდნოთ ჩვენ სიმართლეს. ფსალმუნებში ეს სიტყვები, რომელსაც ახალი აღთქმის ტექსტები ხშირად იმეორებენ, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე მე სიმართლენი შენ. თამბობ დროს მამაოჩვენოში, ანუ რითაც ჩვენ მოგვეცა ღმერთისაგან პროგრამა, როგორ ვიცხოვროთ. იქ ერთ-ერთი მამაოჩვენოს ლოცვა წარმოაჩენს ამ ჩვენ პროგრამას. ერთ-ერთი სიტყვა ხო გახსოვთ, იყავ ნება შენი, რატომ? იმიტომ რომ ჩემი ნები და ჩემი ჭკუით რო ცხოვრობ, ძალიან ბეჭდ ცხვირი წავიტეხე. ქრისტიანს ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ თავის სიმართლე ობიექტურად სწორია, აქაც უნდა დაფიქრდეს, რომ კი, მაგრამ მე ხო ამას სუბიექტურად გრძნობ. და ჩემი სუბიექტური განცდა რამდენად არის ობიექტური სამართლიანობა და ობიექტური სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად ეს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი შინაგანი განწყობა, ჩვენი გულის სიტყვები, ჩვენი აზრები, ჩვენი ქმედებები, ჩვენი სიტყვა მოყვასა, ჩვენი ხმის ინტონაციაც კი, აღარ ვლაპარაკობთ ქმედებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ყოველთვის უნდა გაკონტროლდეს ჩვენს მიერვე გამოცხადებით, ანუ წმინდა წერილით. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, 100-დან 100-ვე შემთხვევაში ჩვენ შეცდომას ვუშვებთ. ეს შეცდომები არის ძალიან პატარაც, მაგრამ არის ძალიან დიდიც და საბოლოო ჯამში მთლიანად ადამიანი აცდენილი აღმოჩნდება იმ ვიწრო და ეკლიანი გზიდან, რომელსაც ქრისტე ქვია, საბოლოოდ ადამიანი აცდენილი აღმოჩნდება იმ ვიწრო კარიბჭიდან, რომელსაც ასევე ქრისტე ქვია და რომელ კარიბჭესაც, როგორც უფალი ამბობს, მრავალი ეძებს და ცოტა პოულობს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეხლა ჩვენ კიდევ ერთი კითხვა დავსვათ, აი სუბიექტური განცდა მაქვს სიმართლისა, სიმართლე, სიკეთე, ბოროტება ობიექტურ სინამდვილეს უნდა ეფუძნებოდეს და უცებ კითხვა ჩდება. კი, მაგრამ სიკეთე და ბოროტება რამდენად ობიექტური ღირებულებაა სიკეთე, ბოროტება არ არის ღირებულება, თავისთავად ცხადია. რამდენად ობიექტურია, თუ ის რელატივისტურია, ანუ ფარდობითია. ანუ რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მოწამლული აღმოსავლური მსოფლმხედველობებით, ხშირად ფიქრობენ იმას, რომ არანაირი სიკეთე და ბოროტება სინამდვილეში არ არსებობს. თუ ღმერთზე საუბრობენ ასეთი ადამიანი, ამბობენ, რომ ღმერთი ყოველგვარი სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ეს ჩვენ ვამბობთ, რაღაცა სიკეთეს ვარქმევთ, რაღაცას ბოროტებას ვარქმევთ, რაღაცა მე მოვლენა, ვიღაცისთვის სიკეთეა, ვიღაცისთვის ბოროტება, ობიექტურად სიკეთე არ არსებობს. ის არის ჩემეული აღქმა, სუბიექტური, რაღაცა მოვლენას ზოგი ასე ხედავს და ზოგი ისე ხედავს. ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქრისტიანული რწმენა მე სხვა რამეს მეუბნება. ქრისტიანული რწმენა მეუბნება, რომ სიკეთე დიახაც არის ობიექტური. საქმე იმაშია, რომ თუ სიკეთე არ არის ობიექტური რეალობა, სინამდვილე, ანუ ჭეშმარიტება, მაშინ სიმართლეს და სამართლიანობა შესაბამისად ფარდობითი გამოდის, ხო სწორია? და აი აქ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვება. თუ სიკეთე და სამართლიანობა არ არსებობს, ანუ ფარდობითი რას ნიშნავს? არ არსებობს. ჩემი ხედვაა ესეთი. თუ სიკეთე და სამართლიანობა არ არსებობს, მაშინ არსებობს თუ არა ზნეობრივი კანონი? ჩემი აზრით და პრინციპში ლოგიკაც ესეთია. თუ სიკეთე და სამართლიანობა არ არსებობს, მაშინ არ ზნეობრივი კანონი არ არსებობს. თუ ზნეობრივი კანონი არ არსებობს და რატო? იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება თუ ფარდობითია კატეგორიაა და მხოლოდ სუბიექტურად აღიქვავს ადამიანი და ყველა თავისებურად, მაშინ გამოდის, რომ ზნეობრივი კანონიც ყოფილი ადამიანის სუბიექტური განცდა. და შესაბამისად ყოველი ადამიანს თავის ზნეობრივი კანონი აქვს, ყოველ კულტურას, ყოველ თქვა ერს თავის ზნეობრივი კანონი და ასე შემდეგ. თუ ზნეობრივი კანონიც არ არსებობს და ეს მხოლოდ სუბიექტური განცდა, მაშინ არ არსებობს ის მთავარი ღირებულება, რითაც ადამიანი ხდება, ეს არის თავისუფლება. იმიტომ რომ თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ზნეობრივი კანონი არსებობს, თუ ობიექტური სიკეთე არსებობს და შესაბამისად ობიექტური სიმართლე და სამართლიანობა არსებობს. და თუ არ არსებობს თავისუფლება, როგორც
ნამდვილი ღირებულება, რომელიც ხშირად ესე ვუწოდებთ ხოლმე ტრანსცენდენტული ღირებულება. მაშინ არ არსებობს ღმერთი. და თუ არ არსებობს ღმერთი, რატო ვზივართ ეხლა და რას ვიკლავთ თავს? ხო, გესმით? და ჩვენი რწმენა ეგრევე განულებული აღმოჩნდება. მაგრამ თუ ადამიანი ამას აპროტესტებს, იმიტომ რომ შინაგანად მას განუცდია ღმერთი, მაშინ იტყვის ასლაპარაკობ, კაცო, ღმერთი როგორ არ არსებობს? და მაშინ თუ ღმერთი არსებობს და თუ გვწამს, და მოდი ახლა უფრო როგორც მორწმუნება, ასე ვთქვათ, რადგან ღმერთი არსებობს? ამიტომ მაშინ ჩემ თავს უნდა უთხრა, რადგან ღმერთი არსებობს, თეოდორე და შენ ეს გწამს, მაშინ კეთილი ინებე და როდესაც სანამ ხმას ამოიღებ, სანამ განწყობას შეიქმნი, სანამ ადამიანს ესეთი გამჭოლი მზერით გოროზად შეხედავ ან ზემოდან ან გვერდულად, რა ვიცი როგორ, სანამ შენ ტონალობას რაღაცა მას მისცემ შესაბამის ჟღერადობას, რითაც რაღაცის თქმა გინდა და ასე შემდეგ, სანამ ქმედებას დაიწყებ, სანამ ვიღაცაზე რამეს იტყვი, მაშინ კარგად დაფიქრდი, რითი ხარ მოტივირებული? შენი სუბიექტური განწყობით და განცდით და შენი სიმართლით, თუ ობიექტურად არსებული სიკეთით და შესაბამისად ობიექტურად არსებული სიმართლით, იმიტომ რომ ღმერთმა, რომელიც ადამიანად მოვიდა, გამოკვეთილად გითხრა, მე ვარო ჭეშმარიტი. მე ვარ ჭეშმარიტი. ასე რომ ერთი ხდება ეს ზოგადი კატეგორიები, როგორც არის სიკეთე, ბოროტება, სამართლიანობა, სინამდვილეში ჩვენს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. და ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის ის, რომ კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის გადავამოწმოთ ჩვენი თავი წმინდა წერილით. უბრალოდ პრაქტიკა აჩვენებს ამას, ეს არც ისე იოლია, თუ მე გულს არ უხსნი ღმერთს, იმიტომ რომ წმინდა წერილისაც გაგება ჭირდება. წმინდა წერილის გაგება შეიძლება სუბიექტურად. აი მაგალითად, იოანეს სახარების დასაწყისში 4ჯერ დასაწყისშივე იოანეს სახარების დასაწყისში 4ჯერ ამბობს იოანე მახარებელი. ძე ღმერთზე, რომ იყო და იყოს ამბობს მარადისობის კონტექსში, რომ ღმერთთან ერთად იყო. ძე ღმერთზე, ქრისტეზე. 4ჯერ. და იოღოვას მოწვევები ამბობენ არ იყო და ეფუძნებიან სახარებას. რატო ემართებათ ასე? იმიტომ რომ საკუთარი სიმართლეს იმხელა ძალა აქვს, რომ თვით ღმერთის სიმართლესაც გადააბიჯებს, თუ შენ საკუთარი სიმართლის მხარდამჭერი აღმოჩნდები შენ შიგნით. აქედან გამომდინარეა, რომ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება ცხოვრობდეს ქრისტიანული ცხოვრებით, გარეგანი ეკლესიურობით, იყოს თითქოს აღსარებელი, თითქოს მლოცველი, თქვა, მაგრამ საკუთარი სიმართლით იმართებოდეს. და საკუთარი სიმართლით როცა იმართება, მასზე ეკლესიური ცხოვრება არანაირ გავლენას არ ახდენს. იმ გავლენას, რომელმაც ის იმ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანოს, რომ სასუფეველში შევიდეს. არანაირ გავლენას არ ახდენს, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაფერს თავის სიმართლით აკეთებს. ეს პრაქტიკაში ხშირად იმაშიც კი ვლინდება, რომ მაგალითად ადამიანს, რომელიც ქრისტიანულად ცხოვრობს, მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს იერარქიული სისტემა ქრისტეს სხეულის მოწყობისა. იერარქიული სისტემა, რომლის თავში ეპისკოპოსი დგას. და მაგალითად ეპისკოპოსმა ან მოძღვარი დგას ამ შემთხვევაში, ხო, მოძღვარი ეპისკოპოსი. ძალიან ხშირად თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეპისკოპოსი მით უმეტეს და ასევე მოძღვარი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს, როდესაც მასთან ადამიანი მოდის. იმიტომ რომ მასთან ადამიანი რომ მოდის, მღვდელს და ეპისკოპოსს აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ღმერთთან მივიდესა და ამ ადამიანსა და ღმერთს შორის არანაირი ბარიერი არ იყოს. ყველა ბარიერი მოსპოს ადამიანსა და ღმერთს შორის, რომ ადამიანი ღმერთამდე მივიდეს. ყველა ადამიანს ღმერთამდე მისასვლელი უამრავი ბარიერი აქვს. და მათ შორის მთავარი ბარიერი ეს არის სიამაყე გამოვლენილი საკუთარ სიმართლეში. ამ სიმართლეს მის რელიგიურ ცხოვრებაში შეაქვს სერიოზული ხარვეზები. და შეიძლება მაგალითად ამბობ. სასულიერო პირმა უთხრას, რომ მოძღვარმა უთხრას, რომ აი შენ თქვათ, ყოველ წირვაზე უნდა ეზიარო. პრაქტიკიდან მომყავს მაგალითი.
ესე იგი წმინდანების მაგალითი მოყვავს კანონიზირებული წმინდანების რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან ადამიანი რომელიც წირვაზე დგას და არ ეზიარება ცოდავს და ძალიან მძიმე კანონიკური სასჯელის ქვეშ ხდება ესეთი ის ბუხლია ჯულის კანონში თუ ერის ადამიანი მართალთა ლიტურგიაზე დგას ანუ ესე იგი სახარების რომელი ქერუბიმთა რო იწყება იმ დროს უკვე წირვაზე დგას და ის არ გადის გარეთ იმიტომ მას ეკუთვნის ამ დროს წირვაზე დგომა და არ ეზიარება თუ ის არის ერის ადამიანი აი არ ეზიარება ის თუ არის ერის ადამიანი უზიარებლობით დაისაჯოს ანუ ის არ ეზიარება თვითონ მაგრამ თუ ამას აკეთებს მე საეკლესიო კანონით ისჯება უზიარებლობით სანამ არ მიხვდება თავის შეცდომას და უნდა მიხვდეს რაშია მის შეცდომა რატომ არ შეიძლება იდგა წირვაზე და არ ეზიარებოდა და თუ მღვდელია და წირვას ესწრება და არ ეზიარა განიკვეთოს მღვდლობიდან ნახეთ რა მძიმე სასჯელი და ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას, როდესაც ადამიანი თავის რელიგიას ქმნის ეკლესიაში. ასევე მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს აშკარად გამოხატული პატივისცემა ეკლესიისადმი, მაგრამ ურთულესი ხდება ზოგ შემთხვევაში ადამიანმა ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს. იმიტომ რომ ამ ადამიანს ესმის თავის ქრისტიანობა აქვს, თავის სიმართლით ხედავს ქრისტიანობას. და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი სიმართლით სამყაროს ხედვა მათ შორის რელიგიურ ცხოვრებაში საკუთარი სიმართლით ადამიანების განსჯა არის ძალიან საშიში და ხშირ შემთხვევაში სულიერად მომაკვდინებელიც. ამიტომ იმისათვის რომ გავარჩიოთ სიკეთისა და ბოროტების არსი, ჩვენ უნდა თუ მორწმუნეები ვართ უნდა დავეყვნოთ ობიექტურად არსებულ სინამდვილეს, რომელიც ჩვენთან მოვიდა როგორც ადამიანი, შესაბამისად სრულად განცხადდა, რასაზომითაც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, მაქსიმალურად განცხადდა, რა არის სიკეთე და რა არის სიმართლე და რა არის ჭეშმარიტება. ბოლომდე განცხადდა. ჩვენთვის გასაგებ, ანუ ადამიანურ ენაზე დაიწერა წმინდა წერილში 2000 წლის განმავლობაში სულიწმინდით გაბრძნობილი ადამიანები, რომლებიც ეკლესიას წარმოადგენდნენ, განმარტავენ ამ ქრისტეს სიტყვას, რომელიც წმინდა წერილში არის გადმოცემული და ჩვენ ეს გამზადებული აი ესე გვიდევს წინ. პლუს გვეძლება რწმენა დაუმსახურებლად ღმერთისგან, რომელიც ჩვენს გულს შეეხო და ჩვენ გულში მადლმა გვითხრა, რომ ქრისტე არის ღმერთი და ჩვენგან მხოლოდ ის ღადა არის დარჩენილი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მორჩილად მივიღოთ. და ყველაფერი იოლად იქნება მე უკვე სულიერი ცხოვრებას და ჩვენს ყოფით ცხოვრებაშიც ღმერთი გამოავლეს თავს როგორც ჩვენი ყოველდღიური მზრუნველი, ისე რომ ერთი ღერით მარ დავადება ღვთისგანგებულების გარეშე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ იქნება განსასწრებელი და ტკივილები, იქნება როგორ არ იქნება, მაგრამ ღვთის ნებით ცხოვრობს, რომლისათვისაც იყავ ნება შენ ერთ-ერთი უმთავრესი სათხოვარია ღმერთის წინაშე. განსასწრებლებშიც კი აღარ ვლაპარაკობ სიკეთის დროს, განსასწრებლების დროსაც კი ყოველთვის ღმერთს ხედავს თავის ცხოვრებაში. შესაბამისად ის მშვიდდება და მის სიხარულს და მხიარულებას, მის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. განსასწრებლების დროსაც კი, იმიტომ რომ ეს სიხარული და ის სიკეთე და ის ბედნიერება, ეს არის მისი შიდა მდგომარეობა, უკვე რომელსაც გარეგანი ცხოვრება და განსასწრებლები ვერაფერს ვერ აკლებს. ეს იყო რაც შეიძლება მოკლედ მინდოდა მეთქვა ამის შესახებ და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ. დიდი მადლობა მამო, აი კითხვები გვაქვს წინა შეხვედრიდანაც დარჩენილი და ახალი კითხვები ჩამოდიოდა. სულიერ ცხოვრებისათვის რამდენად აუცილებელია თანამედროვე წმინდა მამების კითხვა და რას გვირჩევდით ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, თუ წმინდა ბევრჯერ ვთქვი და იმიტომ ვთქვი კიდევ ვიმეორებ. თუ წმინდა მამებს არ კითხულობს ადამიანი, ის თავისი ცნობიერებით პროტესტანტი უფრო ხდება, ვიდრე მართლმადიდებელი ქრისტიანი, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის 2000 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაცია. რას ნიშნავს წმინდა მამა? ვინ არის წმინდა მამა? წმინდა მამა ან წმინდანი ზოგადად არის ადამიანი,
რომელმაც სულიწმინდა ღმერთის მადლით განმარტა გაიგო ქრისტეს სიტყვები სახარებაში გადმოცემული იცხოვრა ქრისტეს სიტყვების შესაბამისად და ზოგ შემთხვევაში განმარტა და თხუზულების სახით დაგვიტოვა. რატო უნდა განიმარტოს ქრისტეს სიტყვები სულიწმინდა ღმერთის მადლით? ამას თავად უფალი ამბობს. უფალი ამბობს, რომ ჩემს სიტყვებს ეხლა ვერ იგებთ, მაგრამ როცა მოვა სულიწმინდა ღმერთი, მისი საშუალებით გაიგებთ. ის განგიმარტავთ. სულიწმინდა ღმერთი თანამშრომლობს გულით განწმენდილ ადამიანებთან. ამიტომ წმინდა მამათა კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითს მოვიყვან. წმინდა მამებს რო ვახსენებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განწმენდილი გულით იგებს უფლის სიტყვას. და კლასიკური მაგალითი ამისი არის პავლე მოციქული. პავლე მოციქულს არ უნახავს ქრისტე ხორციელად. არ უნახავს, იმიტომ რომ ისინი ასე არ შეხვედრიან ცხოვრებაში. მერე ხდება ის ქრისტეს მოწაფე გამოცხადებით და მაგალითად ქრისტე ამბობს ესე სიტყვას: მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას, ერთი სიტყვა. მეორე სიტყვა თქვა ამბობს, რომ სვით და შეჭამეთ გარდასახული პური და ღვინო ხორცსა და სისხლად, ეს ჩემი ხორცი და ეს ჩემი სისხლია და თუ შეჭამთ მე თქვენთან ვიქნები თქვენ ჩემთან. და მესამე მე ამბობს, მე ვარ ვაზის ძირი და თქვენ რტოები. ჩემს გარეშე ნაყოფის გამოღება არ შეგიძლიათ. და კიდევ მსგავსი სხვა სიტყვები და ამ ყველაფრის ერთობლიობით პავლე მოციქული ასკვნის და გვეუბნება, იგებს პავლე მოციქული, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია, რომლის თავი თავად ქრისტეა. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია, პავლე მოციქულს ომარ განემარტა. გესმით? ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. ვერ მივხვდებოდით ეკლესიის აი ამ ძალიან დიდებულ განმარტებას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა მამების კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია მე-21 საუკუნის მოღვაწეების კითხვა, იმიტომ რომ მათ ძველი წმინდა მამების ტრადიციას გულში გაატარეს და ჩვენი თანამედროვეებიც არიან და ჩვენთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ. ქრისტე ჩვენს გულებში მართალია, მაგრამ როგორ დავინახოთ, როგორ ვიპოვოთ ქრისტე ჩვენს გულში. წამს რომ უფალი იქ არის, იმიტომ რომ თავად ამბობს, ამავე დროს განგვიცდია, თორე რომ არ განგვეცადა ჩვენ მორწმუნეები არ ვიქნებოდით, რა იცით თქვენ, რომ ქრისტე ღმერთია? საიდან იცით? ლოგიკურად ვინ მიხვდა იმას, რომ ქრისტე ღმერთია? ამას ლოგიკურად ვერ მიხვდები. როგორც არ უნდა გიყვარდეს შენი ეკლესია პატრიოტული განწყობით, შენ გულში თუ ქრისტეს ღმერთობის დასტური არ არის, შენ ქრისტიანი არ ხარ და რეალურად შენ ვერაფერს ღირებულს ვერ გააკეთებ ეკლესიაში. ამიტომ ადამიანი ქრისტიანი ხდება მხოლოდ მას მერე, როდესაც მის გულში არის დასტური. იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი, რომელიც ადამიანად მოვიდა. გესმით? აი ეს არის მისტიკა და იმდენად ალოგიკურია, რომ პავლე მოციქული ამ რწმენას სისულელეს უწოდებს. ამიტომ ეს ვინც მორწმუნეა, ქრისტიანია და ვინ გაცნობიერებულად იცის, რომ ეს ვარსკვლავები ქრისტემ შექმნა და მე 2000 წლის წინ ადამიანად დაიბადა, მის გულს უკვე ამის გამოცდილება აქვს. სხვა საკითხია, შემდგომ რა გავაკეთოთ? და აი აქ უკვე არსებობს ისიქასტური პრაქტიკა, გონებისმიერი ლოცვა, როცა ადამიანი გონებით გულში ქრისტეს მოუხმობს და ქრისტე ამ ჩვენი და ეს ადვილი არ არის, ეს არის ურთულესი, ყველაზე ძნელი ქრისტიანობაში სწორედ ეს არის და უფალი ხედავს რა ჩვენს სიყვარულს ქრისტესადმი. ღმერთი ხედავს რა ჩვენ სიყვარულს ქრისტესადმი, რომ ჩვენ მოუკლებლად ვეძებთ მას ჩვენს თავში და ჩვენსა და ღმერთს შორის ჩვენშივე არის აღმართული უზარმაზარი ტყვის კედელი, როგორც წმინდა სოფრონი ამბობს და რომლის გარღვევა ადამიანურად შეუძლებელია, მაგრამ ვერ ვეშვები, მაგრამ რადგან თუ ვიცი, რომ ამ კედლის იქით ის ვინც მიყვარს, ის იმყოფება, ანუ იესო ქრისტე, უფალი დაუმსახურებლად გვაძლევს მადლს და ტყვის კედელს თვითონ არღვევს და მადლი შემოაქვს. აი ეს არის. ხოლო ეს კიდევ მეორე 2000 წლოვანი პრაქტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც სწავლების სახით მხოლოდ მართლმადიდებლობაში არსებობს. და რა თქმა უნდა, იგი აცოცხლებს ეს ისიქასტური პრაქტიკა, მე დამატებით აცოცხლებს თავარ საიდუმლოებას ეკლესიაში ევქარისტიას და ადამიანისათვის ყოველი ზიარება ხდება განმცდელი ღმერთისა გულით. თუ ჩვენს გულს ქრისტე უნდა და თუ უნდა ჩვენ გულში ყოველთვის ქრისტეს ვეძებთ, ასე რომ ეს ერთმანეთზე გადაბულია. ადამიანი იწყებს გამოღვიძებას სულიერი თვალსაზრისით, როცა ხედავს სნეულებას.
მაგრამ ზუსტად ამ სნეულების დანახვას უნდა სიბრძნე. ბოროტი ცდილობს გონების დაუფლებას ყოველი ცოდვით, ანუ უგრძნობელობაში აგდებს ადამიანს. ანუ სრულიად უმწეობაშია. გითხარით სხვა ადამიანის დედის მოძღვრის როლი ამ მდგომარეობაში ვირთისას ხვისი უმწეობის. ანუ ესე იგი ადამიანი არის უმწეო მდგომარეობაში, ვერ ახერხებს სულიერ გამოფხიზლებას და რა გააკეთოს სხვა ადამიანმა. იცით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამბობთ, რომ მათთვის უნდა ვილოცოთ ესეთი ადამიანისათვის, მაგრამ უცებ მახსენდება ანტონი დიდის სიტყვები, როცა მასთან მიდის ერთი ადამიანი და ეუბნება, რომ მამაო, ჩემთვის ილოცე და ანტონი ეუბნება, რომ არც მე ვილოცებ და არც ღმერთი არ დაგეხმარება, შენ თუ არაფერს არ გააკეთებ. რა თქმა უნდა, ანტონი ალბათ ყოველთვის ამ პასუხს არ იძლეოდა, ალბათ ზოგ შემთხვევაში ანტონი ეუბნებოდა, რომ დიახ ვილოცებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიღაცას ასე და ამგვარად უთხრა. რატო უთხრა? ეთყობა მის წინ იდგა ზარმაცი ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ღმერთი ეპოვა თავის თავში. და როცა ადამიანი არაფერს აკეთებს, მაშინ მას არანაირი ლოცვა არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ გვყავს ახლობელი, რომელიც გვიყვარს, და ჩვენი ტკივა, მისი უღმერთობა და არასოდეს არ შევეშვებით ჩვენი გულის ტკივილით ღმერთს უთხრათ, რომ უფალო შეიწყალ. რა თქმა უნდა, წმინდა მამები ამის მაგალითსაც იძლევიან, როცა მათ მთელი სამყარო უყვარდა და იგივე სილვანათონელი გამოხსნა, რომელიც მთელი სამყაროსთვის ტირის. ზოგადად ადამიანი რაც მეტად ღმერთს უახლოვდება, რომ ხედავს უღმერთოს, ხო? გული ეკუმშება ტკივილისაგან, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შველის ადამიანს, იმიტომ რომ თვითონ უნდა მოინდომოს, და მან იცის რა ხვედრი ელოდება უღმერთო ადამიანს. მორწმუნე მიიცის რა ხვედრი ელოდება უღმერთო ადამიანს. იმიტომ რომ მორწმუნეს აქვს გამოცდილება, რას ნიშნავს უღმერთო გული. იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ მან იცის რას ნიშნავს გული, როცა შენს გულს ღმერთი ეხება. ეს არის 60-ის დასაწყისი. შესაბამისად, რადგან ვიცი რას ნიშნავს, როცა ჩემს გულს ღმერთი ეხება, მე ის გულიც ვიცი, რომელსაც ღმერთი არ ეხება. ჩემ თავზე ვსაუბრობ. და შესაბამისად მე ვიცი რა საშინელებაა, ეს შედარებას ვაკეთებ. მოკლედ, როცა ჩემ გულს ღმერთი ეხება, ვიცი ჩემი გულის მდგომარეობა, როცა ჩემ გულს ღმერთი არ ეხება და ესეც ვიცი და როცა ის პერიოდის მახსოვს, როცა საერთოდ ურწმუნო ვიყავი, ისიც მახსოვს და მე ვიცი რა საშინელებაა ჯოჯოხეთის წინა გემოსხილვა. და ყველა გებრალება, ყველა გეცოდება, მაგრამ ადამიანი თვითონ თუ არ მივიდა, ჩვენ გვჩება ეს პირადი მაგალითი უპირობო სიყვარული, პირადი მაგალითი ცოცხალი რწმენისა, უპირობო სიყვარული ადამიანისა, თუ გინდა ყირაზე იდგეს, მაინც გიყვარს და მაინც ავლენ უზრუნველობას მასზე და მისთვის იცით როგორ არის, ღმერთი ხედავს ჩვენ გულს. მე თუ ეს ადამიანი მტკივა, შენ რომ ამბობ იესო, 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 სულაც არ არის საჭირო მაინც თხოვო რომ უშველეს. არა, კი რა, ვინმე კი არ გვიშლის. მაგრამ ღმერთი ხედავს ჩვენს ტკივილიან გულს, რომელიც ტკივილის გამოწვეულია ამ ადამიანით. ამიტომ შენ ღმერთს ეძებ და ღმერთი შენ ტკივილიან გულს ხედავს და შეძლების დაგვარად ეხმარება იმ ადამიანს. შეძლების დაგვარად, იმიტომ რომ ადამიანის თავისუფლებას შეუძლია ღმერთს წინაღუდგეს. რას მეტყვით იმედგაცრუებაზე, რომელიც დგება იქ იმ მომენტში, როდესაც თითქოს და თვლი, რომ ის რაც შენ ცხოვრებაში მოხდა, შეგექმნა რაღაც გარემოება, რომელიც გარემოებაც შეუქცევად პროცესებს ქმნის, შენ ეს არ დაგიმსახურებია. გიწევს დამორჩილება და შეგუება. დაუმსახურებელ გარემოებებზე და მათ მარტივად გადალახვაზე რას გვეტყვით? ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ხარვეზი რაში ვლინდება? სულ მგონია, ზოგადად ვამბობ, აი ადამიანი ვარ, სულ მგონია, რომ ხვალდაზე აი ეგრე უნდა იყოს და ღმერთმა ასე უნდა იმოქმედოს და რატომღაც ხდება სუპირიქით. ანუ მე ვთვლი, რომ ხვალე უნდა იყოს ასე და ღმერთმა უნდა იმოქმედოს ამგვარად. და რატომღაც არ ხდება ასე და ღმერთი მოქმედებს საერთოდ სხვაგვარად. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ღმერთი ჩვენ ჭკუაზე არ დადის და ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ ხვალე ღმერთმა როგორ უნდა იმოქმედოს და ჩემ ცხოვრებაში რაღაცა მოვლენები როგორ უნდა წარიმართოს. ამიტომ ადამიანს რა ემართება ასე დროს? ადამიანი იწყებს ნერვიულობას და ადამიანი რა თქმა უნდა დეპრესიაში ვარდება. იმიტომ რომ ბიჭო დავგეგმე და სხვანაირად გამოვიდა. ადამიანი იწყებს ნერვიულობას და თვალი რას მეუნება? აი აქაც სახარების მიხედვით ცხოვრება. სახარება თუ ვიცი, იმ წამსვე გამახსენდება. ნუ ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე, იქ სიტყვა ნუ ზრუნავ, რომელიც ამ შემთხვევაში ამას ნიშნავს. ნუ ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე. ხო დავფიქრდი. ვახ.
ნუ ნერვიულობ. რა კარგია, კაცო, ხვალე რაღაც პრობლემა მაქვს. ნუ ნერვიულობ, უფალი მეუნება ხვალინდელ დღეზე. და მე აგზელებს. შენ ინერვიულე დღევანდელ დღეზე. დღეს ვარაფერი სანერვიულო არ მაქვს, მარტო ხვალინდელი დღე მაქვს. და უცებ უფალი აგზელებს. დღევანდელ დღეს თავისი საკმარისი ბოროტება ახლავს. ბოროტება ხვალე შეიძლება მოხდეს, თუ არ გამოვიდა ეს საქმე. დღეს აბოროტება მახლავს, არაფერი კარგად ვარ. კარგად როგორ ხარ, ეხლა უკვე ვამატებთ, იმიტომ რომ ამ რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები რომ განმარტოთ. დღევანდელი დღის ბოროტება იცით რა არის? ჩემთვის და თქვენთვისაც. არც მე და არც თქვენ არ ახართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აუ, დღეს ღმერთთან შეხვედრა მქონდა. დღეს იესო ტკბილის ჩემს გულზე შეხება რეალიზდა და მე მივხვდი რას ნიშნავს ტკბილი იესო. დღეს ცრემლად დავიღვარე იმით რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. მე ვუყვარ ვარ, ჩემთვის მოკვდა, სამყარო განათდა დღეს ჩემთვის. ნათელი ღმერთი როგორც ნათელი ვიხილეთ ჩემს თავში. გესმით? ყველა მიყვარდა, ყველა ადამიანი უკლებლივ მტერი აღარ არსებობს. აღარავინ, რამიერი ვარ, მზათა ვარ ეხლავე გარდავიცვალო. თქვენ ცხოვრებაში იყო დღეს ესა? არა, არ ჩემ ცხოვრებაში. ნახეთ, დღევანდელი დღის ბოროტება, იცით რა არის? დღეს რომ გარდავიცვალოთ, პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ღმერთთან ერთობაში არა ვარ. რა თავში ვიხლი, ხვალე რა იქნება, კაცო? დღევანდელ დღეს დიდი ბოროტება მაქვს ცხოვრებაში, ღმერთთან ერთობა არა მაქვს და ხვალე ვიცოცხლებ თუ არა, მე ესეც არ ვიცი, შეიძლება ამ საღამოსთან გარდავიცვალო. აბა კაცო, ხვალინდელ დღეზე გეგმა არ დავსახო, აი აქ არის სიბრძნე სულიერი ცხოვრებისა. უფალი გეუბნება არ ინერვიულო. უფალი გეუბნება რომ შენ ღმერთი ეძებე მთელი შენი არსები და შენი მიწერი ცხოვრება როგორ განვითარდება ღმერთს მიანდა იყავნება შენი, მაგრამ ამავე დროს წმინდა წერილი მეუბნება კიდევ ერთ რამეს, გეგმა დასახე. ანუ უგეგმოდ კი არ იყო. ეს ცხოველები ხო არა ვარ? ხო, ცხოველს არ აქვს ხვალინდელი დღის გეგმა. ხვალინდელი დღის გეგმაც უნდა მქონდეს, ზეგინდელის და მაზეგინდელის, მაგრამ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ უფალო მთელი ჩემი არსებით შენ გეძებ. ეხლა დღეს მაქვს თავარი ბოროტება, შენთან კავშირი ვერ მოვახერხებ. ეს არის ჩემი ტკივილი. და ჩემი დღევანდელი საქმე არის ეს, მთელი არსებით იესო. რასაც დღეს ვაკეთებ ყველგან შენ მინდა მახსოვდეს. ხვალინდელი დღეს, ზეგინდელი დღეს და მაზეგინდელი დღეს, შენ როგორც გინდა ეგრე იყოს. მე შრომას არ დავაკლებ და გარჯას. აი ეს არის ქრისტიანის ნორმალური მდგომარეობა და უფალი ადამიანი ასე დროს არის მშვიდი. იმიტომ რომ თუ ადამიანი ასე არ იცხოვრებს, თუ ადამიანი ვაი ხვალე რა იქნება და დღევანდელი დღის ბოროტება დაავიწყდება უღმერთობა, ერთხელაც დადგება გარდაცვალების დღე. რომელიღაცა დღე ხო იქნება გარდაცვალების დღე და ნახეთ რა მდგომარეობაში მოგვისწრებს ღმერთი, ვაი ხვალე რა იქნება და დღეს ყვდები და დღეს ღმერთთან არ ახარ და უფალის სახარებაშივე გვეუბნება რომ როგორც გიპოვი თეოდორე ეგრე განგსჯი. და კიდევ ერთ რამეს გვეუბნება ყველა ზალია როცა არ მელოდები, მაშინ მოვალ მე შენთან. როგორც ქურდი ისე მოვალ შენთან. შენ ლეღვის ხესავით იქნები, რომელსაც ნაყოფის დრო არ დამდგარა და მეტყვი, რაგინა კაცო, ჩემგან ჯერ ნაყოფი, ჩემი ნაყოფი არ მოსულა, გაზაფხული ნაყოფი არ უნდა მქონდეს, მაგრამ მე შენ აღარ მოგისმენ. შენ ლეღვის ხე არ ახარ სინამდვილეში გონიერი არსება ხარ და მე გითხარი, რომ სულ მზად უნდა იყო. აი ეგრეა. რა ვიცი აბა? რამე არის ესეთი, რასაც დაგვიმსახურებია? აბა დაფიქრდით. აი, წარმოიდგინე, ადამიანი გეკითხება, როგორ ხარ? როგორ ხარ შენ? ორი მხარე აქვს, ორი პასუხი შეიძლება გასცე. გაგახსენდება შენი პრობლემები და აუ, რა ვიცი, როგორ ვარ და მეორე. იცი როგორ ვარ? აი, რასაც ვიმსახურებ, ბევრად უკეთესად ვარ იმას. ადამიანი ამაზე ზოგჯერ აპროტესტებს. ას ვიმსახურებ, კაცო, ყველაზე უკეთესი ვარ, ვისაც მე ვიცნობ, რას ლაპარაკობ. ადამიანი არ იცნობს ასე დროს თავის თავს. ადამიანი თავის თავს არ იცნობს. ადამიანში არ არის ჩართული მთავარი მექანიზმი გადარჩენისა. მეტანოია, ანუ მეტამორფოზა, ანუ სინანული. არ არის ეს პროცესი ჩართული. და თუ ეს პროცესი არ არის ჩართული, ჩვენ ქრისტეს შემეცნების უნარიც არ გვაქვს, იმიტომ რომ ქრისტე უბრალოდ ადამიანად მოსული ღმერთი კი არ არის. ქრისტე არის იესუა, ანუ მხსნელი და მე თუ მხსნელის საჭიროებას ვერ გძნობ, ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებ ქრისტიანულად. მე თუ მგონია რომ თვითკმარი არსება ვარ და იცი რა, კარგად ვარ რა. მართალია ეხლა რაღაცა
კარგად, კაი მოვკვდები, ღმერთი მოწყალი ახლა რა, ბოროტი ხوارა ვარ, კარგად ვარ რა. და ადამიანს ასე დროს გონია, რომ მას ხსნელი არ ჭირდება. ხსნელის გარეშეც კარგად გზნობს თავს და ღირსი ადამიანის სამოთხისა და მას წარმოდგენა არ აქვს ასე დროს ადამიანს ქრისტიანობაზე. ამიტომ მე მინდა რომ ძალიან ჩაუღმავდეთ ქრისტიანი ამ სიტყვას. მეც მithქვია ეს სიტყვა, ისეთ ღმერთო რატო გამიკეთე ეს? და ეს ჩემი ცოდვა იყო. არ შეიძლება ამის თქვა, იმიტომ რომ მე რომ პოსტფაქტუმ დრო რო გავიდა, მე ვაცნობიერებ, რომ დიახაც ეს საჭირო იყო. ქრისტიანი, რომელსაც თავის ცოტათი მაინც დავნახავს, ვერასოდეს იტყვის, რომ ამის ღირსი არა ვარ, ყველაფრის ღირსი ვარ ჩვენ. ოღონ გესმით, ამ სიტყვასაც მე ვთქვი, ჩვენ ადამიანი ყველაფრის ღირსი ვართ, ჩვენ ჯოჯოხეთს ვატარებ საკუთარ თავში, სულიერი ცხოვრებისგან შორს ყოფი ადამიანი ან სულიერი ცხოვრების გამოცდილების არ მქონე ადამიანი ვერ იგებს ამ სიტყვას, იმიტომ რომ მას ქრისტიანობა არ ესმის. აი ესა. მეორედ მოსვლა. ჩვენ ველოდებით მეორედ მოსვლას და გვინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს, იმიტომ რომ წმინდა წერილი გვეუბნება ამას. მალე მოდი უფალო. ბიბლია დაწყებული პირველი თავიდან, დაბადების თავიდან, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, დამთავრებული აპოკალიფსით, მთელი ეს სქელი ბიბლია მთავრდება სიტყვებით: მალე მოდი უფალო. ეს არის და პავლე მოციქულის ამას ამბობს, ჩვენ მოველით, ყოველი წირვის დროს, წამში, ბოლოს, ასე მოველი აღდგომასა მკვდრეთი და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ. ეს არის ჩვენი მოლოდინი. ადამიანი ქრისტიანს ენატრება ქრისტე, რაც შეიძლება მალე მოვიდეს. იგვიანებს და რა ვქნათ ახლა. მკვდრეთით აღდგომა ეს არის ვისაც მკვდრეთით აღდგომის არ წამს ის ქრისტიანი არ არის, იმიტომ რომ წამში ამბობს მოველი აღდგომასა მკვდრეთით. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ადამიანს რატო უჭირს თითით ამის გაგება? იმიტომ რომ ეს რაღაცა გამოიგონა ახალი ქრისტიანობა, კაცობრიობა, სპირიტუალური ქრისტიანობა, სული. ხორცი მიწაში და სული. და ქრისტიანობა გეუბნება უნდა აღდგა მკვდრეთით. ქრისტე აღდგა მკვდრეთით? აღდგა. ხო გწამს. ხორცით აღდგა. ეს ხორცი როგორი იქნება? ეგ არ ვიცით. ჩვენ ეგ არ ვიცით. იცი ადამიანს უჭირს ლოგიკურად, ვაიმე ეს როგორ კაც საფლავში გახსნილი, ზოგი დაიწვა, ზოგი ხეცმა შეჭამა, საუკუნეების იქით რა აღდგა, რებს ლაპარაკობთ გესმით? რაღაცა ფანტასტიკა კი არა, ღმერთი რასაც გვიკეთებ, ყოველგვარ ფანტასტიკაზე მეტია, ღმერთი უნდა გახდე. იუსტინე მარტვილი მეორე საუკუნის აპოლოგეტი ესეთ რამეს ამბობს, ვისაც არ წამდა მკვდრეთით აღდგომა ეუბნება. რას ნიშნავს რომ მკვდრეთით არ უნდა აღდგეს? რატო არ აქცამთ? ამ ურწმუნოებას ორი მიზეზი შეიძლება გქონდეს და ამბობს. პირველი მიზეზი, ესე იგი ურწმუნო რას ამბობს? თქვენ ფიქრობთ რომ იმიტომ არ იქნება მკვდრეთით აღდგომა, რომ ღმერთს ეს არ უნდა. სახარებაში წერია რომ უნდა და რას კი არ უნდა, საიდან მოიტანა რომ არ უნდა. მეორე მიზეზი, ღმერთს არ შეუძლია და რა არ შეუძლია ღმერთს. ღმერთი რომელიც არაფრისაგან ქმნის სამყაროს, მას არ შეუძლია მკვდრეთით აღადგინოს და უნდა გვესმოდეს ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს განახლებულ სხეულს. განახლდება მისი სხეული. როგორი იქნება, არ ვიცით, იმიტომ რომ პავლე მოციქული ეუბნება, რომ ითესება, მიწაში იდება ხორცი ფშვინვიერი, გზნობისმიერი და აღდგება ხორცი სულიერი. არ ვიცით ეს რა არის. სხვა ადგილას წერია, მართალი მზესავით გაბწყინდება. კითხვა რომ დავსვათ. ბევრი რამე წერია, მაგრამ ერთ-ერთი კითხვა რომ დავსვათ. რაში ჭირდება ადამიანს სხეული? იყოს მარტო სული. მარტო სული არ არის ადამიანი. ადამიანი სულისა და სხეულის ერთობა. სულისა და სხეულის ერთობა ქმნის რაღაც ტანდემს, რაღაცა ერთობას, დუალისტურია ადამიანის დიქოტომიური, ორმაგია ადამიანის, რომელიც ადამიანს აძლევს შემოქმედებითი განვითარების უნარს. აი მაგალითად ჩათვალეთ, რომ მე ვარ მაგარი მუსიკოსი. პიანისტი ან მე ვიოლინე. და როგორ დაგიმტკიცებთ ახლა რომ მე ვარ მაგარი მუსიკოსი? ვერაფრით. რა მჭირდება? ინსტრუმენტი. ადამიანის სხეული არის სულის ინსტრუმენტი. აქ ებრძვიან ერთმანეთს და სინანული, მეტანოია, მეტამორფოზის პროცესი მტკივნეულია. ხოლო იქ, როდესაც აღდგება ადამიანი, იქ უკვე ბრძოლა აღარ არის. სული იქნება დომინანტი, სხეული აღარ იქნება გზნობისმიერი, არამედ სულიერი. ამიტომ აღარ იქნება ბრძოლა, მაგრამ შემოქმედებითი პროცესი გაგრძელდება, ოღონდ ტკივილის გარეშე. და ეს ადამიანი გარდაცვალების მერე იზრდება დაუსრულებლად. იმიტომ რომ ის ღმერთი უნდა გახდეს, რომელსაც თან ვერ აღწევს და თან აღწევს. და ეს იქნება დაუსრულებელი პროცესი, დაუსრულებელ სიხარულთან
თანაზი არის. როგორ გავუმკლავდეთ წარსულზე დარდს და თვითგვემას. წარსულზე დარდი და თვითგვემა არის ცოდვა, იმიტომ რომ ის დგება ჩვენსა და ღმერთშუა. პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ამიტომ ერთადერთი საშუალება რომ გავუმკლავდეთ ამას ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას თუ წარსული დაივიწყოს. იმიტომ რომ ის მას ტკივა. ერთადერთი გამოსავალი აქედან არის წინყურება და წინ მხოლოდ იესო ქრისტეა. თუ ადამიანი სულიერ ცხოვრებას სწორად დაიწყებს ანუ რეალურად მოძებნის ღმერთს თავის თავში და ეცდება რომ მას უერთგულოს, მიბაძოს, მიემსგავსოს და მასთან კონდეს პიროვნული კომუნიკაცია, ნელ-ნელა ის აღივსება იმ სიხარული და მადლით, რომელიც მასში არსებულ ტკივილებს განკურნავს და ხელს აღარ შეუშლის ის წარსულის ტკივილები, რომ წინ იაროს და ტკიოდეს და ამავე დროს ეშმაკიც გვეხმარება რომ ისინი გავიხსენოთ. და უკან ვიყურებოდეთ, უკან და არა წინ. როგორ ვილოცოთ იესოს ლოცვა, ისე რომ ლოცვის სიტყვების გამეორება ნამდვილი იყოს და არა ავტომატურია. ადამიანებთან ურთიერთობაში ხომ არ ვიმეორებთ ასე ერთ და იგივე სიტყვებს და ღმერთს რომ მიმართავთ, მაშინ იკარგება სინამდვილის განცდა, როცა სიტყვებს ვიმეორებთ. იესოს ლოცვა არის უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, მაგრამ გონებისმიერი ლოცვა არ არის უბრალოდ სიტყვების გამეორება. გონებისმიერი ლოცვა ეს არის ადამიანის მიზანმიმართული, ენერგიული მდგომარეობა, რომელსაც აქვს ვექტორი და როცა ადამიანი განუწყვეტლივ ისწრაფის თავისი სიყვარულის ობიექტისკენ, ანუ ქრისტესკენ. აი წარმოიდგინეთ ესეთი იგავური სახე, რომელიც ამდენჯერმე ქადაგებაში მაქვს ნათქვამი, შეიძლება ვიღაცას მოსმენილი აქვს. აი წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, თქვათ ბიჭი და გოგო, შეყვარებულები, სადღაც მთებში ტურისტებად მოგზაურობენ და სადღაც ეს ვიწრო ხეობაში შევიდნენ, მერე გამოდიან და ერთ-ერთი წინარი და უცებ ზვავი ჩამოწვა და უზარმაზარი ლოდებით ჩაიხერგა ერთ-ერთი ადამიანი დარჩა უკან. არიან მოცილებული ცივილიზაციას ტელეფონები, დამჯდარი, არაფერი კავშირი და შეზღუდული რაოდენობის წყალი და საკვები. ესე იგი, იქიდან რომ წამოვიდნენ და თავი გადაირჩინონ, მთელი 1-3 დღე უნდა იარონ და მერე ჩამოვლენ სადღაც. თუ არა, თუ გაჩერდებიან შიმშილით და უწყლობით სიკვდილი ელოდებათ. ლოდების უკან დარჩა საყვარელი ადამიანი. ეს ადამიანი დარჩა აქეთ. ის ადამიანი დარჩენილი ეუბნება, წყალით თავი გადაირჩინა. და ეს ადამიანი ვერსად ვერ მიდის, იმიტომ რომ მთელი მისი სიცოცხლის აზრი ამ ქვების იქით არის. ხო წარმოგიდგენიათ ახლა როგორი სიტუაცია. ეს ადამიანი რჩება ამ ლოდებთან, შეუძლია წავიდეს თავი გადაერჩინოს, ისიც ეხვეწება ამას, მაგრამ ვერსად ვერ მიდის. თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტზე მაღლა დადგა სიყვარული, რომელიც არ აძლევს საშუალებას წავიდეს იქით, იმიტომ რომ სიცოცხლეს ამ ადამიანის გარშე აზრი არ აქვს და ზის. ეხლა რას გააკეთებს და 3 დღე არიან ცოცხლები, 3 დღის მერე, 4 დღის მერე, ნუ 1 კვირის მერე მოკვდებიან. ერთის და მეორეც. რა უნდა გააკეთოს ამ 1 კვირის განმავლობაში ამ ორმა ადამიანმა, როგორ ფიქრობთ? მე მინდა ვიყოთ ვერასაც იგაურ სახეს ყვები, იგაურ სახეს. ამ შემთხვევაში რელიგიურ შეფასებას კი არ ვითხოვ, ადამიანს უნდა ლოცულობდეს. ამ შემთხვევაში საუბრობ ამ ორ ადამიანზე, რა უნდა გააკეთოს ამ ორმა ადამიანმა? ერთმანეთს ელაპარაკონ. რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს? არაფერი აზრი არ აქვს ერთის მხრივ. რა აზრია, ელაპარაკე, რა ხვაბი დგას, ვერ გახვალ, ვერ გამოხვალ. რა იმედი, კაცო, იმედი ნულოვანია იმედი. დიდო სიყვარული, რომ თავში რავე სიყვარული გულს. ესმის, ამ ადამიანების თავარი საქმიანობა იქნება ერთმანეთთან საუბარი, ერთ და იგივე, შეიძლება ბოლოს ძალაც აღარ ქონდეთ და მარტო ერთმანეთის სახელებს იმეორებენ. არ მოგწონთ ესა? არ მოგწონთ ეს მდგომარეობა?
თუ ჯობია მია პრაგმატულად იყოს და მიატოვოს და წავიდეს. რომელი ჯობია გამაგებინეთ. და ქრისტიანი ესე იქცევა ზუსტად. ძნელია უფალს მიაღწიო საკუთარ თავში და პრაგმატულად როგორ იქცევი? მათ შორის ქრისტიანებისგან გამიგია, კაცო იესო, ანუ იცხოვრე რა ზედაპირული ცხოვრები და უფალი ღმერთი არ გვარკვევებს, კაი ტიპი ხარ, არა უჭირს რაღაცა. ეს ძნელია, ვისაც გამოუცდია, ეს არის სისხლის დაღვრაზე უფრო რთული. გესმის და პრაგმატულად გეუბნება ქრისტიანებისგან მომისმენია, კაცო ეს ბერების საქმეა, იმათი საქმეა, ძველი მამების საქმეა. ჩვენ ახლა ვიცხოვროთ ზედაპირული ცხოვრებით, რაღაცა, ქრისტიანული წესები, ათიმცნება შეასრულე, რაღაცა ეს ძნელია. გესმით? ეს არის სუსტად ის ლოგიკა, რომ რა მოხდა ახლა შენს ტყილა უნდა მოკვდე რა, ისიც იმას რა გაუხარდება, შეროკვდები, წავდი და თავი გადაერჩინე. ალოგიკურად იქცევა სიყვარულით ახსავსე ადამიანი თავს იკლავს და სანამ სული უდგას, იმის სახელს იმეორებს, ვინც ამ ქვების იქეთ არის. ეს არის ქრისტიანობა, ვისაც ეს უნდა. მაშინ შეიძლება თქვას, რომ ამ ადამიანში ქრისტიანული ფესვები ნელ-ნელა და ქრისტიანული სიცოცხლე დაბადებულა, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. და ამიტომ ეს მექანიკურობა ჩემი არჩევანი კი არ არის. მექანიკურობა არის ჩემი დაცემული ბუნების მდგომარეობა, რომელსაც ქრისტე არ უნდა. ჩვენ ხორცში ქრისტე რას უნდა გამაგებინეთ? ჩვენ სიამაყეს ეგოიზმს ქრისტე თუ უნდა გამაგებინეთ, მაგრამ ჩემი არჩევანია და ამიტომ ჩემი არჩევანია მექანიკურობასაც შევებრძოლებით, ჩემს დაღლილობასაც შევებრძოლებით და ყველა იმ ლოგიკურ მოსულ აზრს, იცი, ეს ახლა შენ ერისკაცი ხარ და ან შენ ერში ხარ და განდგილი არა ხარ და რა დგინდა, ყურადღებას არ ვაქცევ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ გარდავიცვლები და გარდაცვალების ხაზს რომ მიუახლოვდები, ქრისტეს გარდა არაფერი არ მენდომება. გესმით? აი ეს არის და არც არაფერს აზრი არ აქვს. ამიტომ მექანიკურობას ვებრძვით და ერთდაიგივეს ვიმეორებ, იმიტომ სხვათა შორის თქვენ რო სუნთქავთ ერთდაიგივეს აკეთებთ სულ. და თანახეთ რა ბანალური პროზა არის ესა? ხო იცით ადამიანი როგორ სუნთქავთ? ჩვენ ხო არ ვფიქრობთ ამაზე და გაფიქრეთ რას აკეთებთ? ნეკნებს და კუნთებს აფართოვებთ მე კუშავ. აფართოვებთ კუშავ და ფილტრები შიგნით ჰაერით ივსება, იბერება, ამას ესე იგი უპირობო რეფლექსი აკეთებს ტვინიდან რა, ეს. აბა ერთი ცოტა ხანი შეწყვიტეთ. იესო არის სიცოცხლე, გესმით? ქრისტე ამბობს, მე ვარ სიცოცხლე. და როგორც ჩემს ხორცს ჭირდება ჟანგბადი და ჩემს სისხლს, ასევე ჭირდება ჩემს სულს იესო არის სულის ჟანგბადი. ამიტომ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს მე-4 საუკუნეში, რომ სუნთქვაზე უფრო ხშირი უნდა იყოს უფლის სახელის ხსენება. და თანამედროვე ათონელებები სულ მაგას არ ამბობენ. სუნთქვაზე უფრო მნიშვნელოვანია, სუნთქვაზე უფრო უძვირფასესია, სუნთქვაზე უფრო ხშირი, სუნთქვასავით მნიშვნელოვანია. ამას ჭირდება გამოცდილება, რა თქმა უნდა, რწმენა. ეს არის ცოცხალი რწმენა. იესოს ლოცვის წარმოთქმისას გონება როგორ მივმართოთ უფლის მიმართ. განცდა მაქვს, რომ საკუთარ წარმოდგენას მივმართავ ჩემს შექმნილ კერპს და არა ნამდვილ ღმერთს. კი, ეს იმ შემთხვევაშია კერპი თუ იესოს სახელის უკან სხვა რამეს მოიაზრებ და არა ქრისტეს. აი მაგალითად გოგონა, აი რომელიმე გოგონა და თქვათ სახელი ჯემალი. რა არის გოგონასათვის სახელი ჯემალი? არაფერი არ არის, ჯემალია რა. და უცებ შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც ქვია ჯემალი. იმ წამს ეს თითქოს უხეში სახელი საოცარი სიცოცხლით და ბედნიერებით აღივსება, გესმის და მისთვის ჯემალი უკვე იქნება მაგარი სახელი. სიცოცხლის მომნიჭებელი სახელი იქნება, გესმით? სიცოცხლის მომნიჭებელი სახელი. ამიტომ ის ვერ იტყვის, რომ ეს არის არანამდვილი, მაგრამ თუ მე ჯემალი გადაუყვარდება და შეუყვარდება ჯუმბერი და მაგრამ ამას ეტყვის ჯემალი და ახსოვს ჯუმბერი, ის უკვე კერპად იქცევა, იმიტომ რომ ეს სიტყვა ჯემალი აღარ ატარებს იმ ადამიანის არსს, არამედ ჯუმბერის არსს ატარებს. ამიტომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ქრისტეს სახელით რომ ადამიანის სისასტიკეს ავლენს. ქრისტეს სახელით ვიღაცას ცებს, ან გადაულის, ან რაღაცას მოკლავს, ხო? ვიცავ ქრისტეს. ის რომ
რომელმე ქრისტესაც ახსენებს, ის არ არის ქრისტე, ის კერპია უკვე. იმიტომ რომ ქრისტე ხო ეგეთი არ არის. ანუ სახარების მიხედვით არ მოქმედებს, გესმით? ამიტომ ჩვენ ქრისტე არ არის კერპი, თუ ჩვენ მას სხვა თვისებებს არ მივანიჭებთ. ხოლო თუ ქრისტეს საწინააღმდეგო თვისებებით ავხჭურვათ, მაშინ ის კერპად იქცევა. ამიტომაც იესოს ლოცვა რო სწორად იქნას წარმოთქმული, ადამიანმა უნდა იცოდეს ღვთისმეტყველება, წმინდა მამათა თხუზულებები. ის ლოცვებიც, იმ ლოცვებზეც უნდა წარმოდგენა ქონდეს, რომელიც ლოცვებსაც წმინდა მამები ღმერთს ეუნებოდნენ და სახარებას იცნობდეს. ქრისტოცენტრული აზროვნება უნდა ქონდეს. მაშინ ქრისტე არ იქნება კერპი. თქვენ ცხოვრებაში ყველაზე კარგ წირვას სად დასწრები ხართ და რას გამოყოფთით, ამას თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა წირვა კარგია, უბრალოდ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთხელ, როცა ვატოპედის მონასტერში მამა ეფრემ ვატოპედელის იღუმენის ვატოპედის მონასტრისა იოსებ ისიქასტის მემკვიდრე ეს ადამიანი იყო მის წირვას თანამწირველი ვიყავი მასთან და იმ წირვის დროს უფალმა დამანახა მე სხვანაირად ვერ ხსნი იმ ფენომენს რაც იქ მოხდა რას ნიშნავს წირვა და რას ნიშნავს სულიწმინდის მიერი აი პავლე ამბობს რომ როცა მე ვლოცულობ მე კი არ ვლოცულობ სული ლოცულობ სულიწმინდა ლოცულობს ჩემში აი და სულიწმინდის მიერ ვეუბნები მამაო სულიწმინდის მიერი მტრედის ღუღუნის მსგავსი დიალოგი ზეცირ მამასთან აი რაღაც საოცრება იყო ერთგვარი რაღაცა მონიშნა იყო აი როგორი უნდა იყოს წირვა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში ვიყავ, წლების იქით 18 წლის წინ თუ რაღაც იქით, ერთ-ერთ მონასტერში, ერთ-ერთ ეპარქიაში, სადაც რიგრიგობით ვწირავდით და მეც იმ მომენტში მე არც მიწირია, არც თანამწირველი ყოფილი, უბრალოდ ვეზიარე, იმიტომ რომ იქ სიქაროსანი არ იყო და ვეხმარებოდი სიქაროსის მაგივრად. ღუდელს წინაღამეს მე ვწირე, მე იმან წირა, არ ვიცი რა მოხდა იქა, ისეთი რაღაცა მოვიდა, იქაც ეს განცდა მქონდა, რომ მტრედი ღუღუნებდა საოცრება იყო. მე სხვას ვერ ვარქოთ, რომ მტრედი კი არ ღუღუნებს. არ მტრედის ისი. და ესე იგი, მე და ის მამაო სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს მისი, ღმერთმა შემინდოს, რომ მოვდიოდით, ესე იგი, მე იქ რაღაც სუფრა იყო, გავიტანჯეთ მე და ეს მამაო სუფრაზე. ერთმანეთს ვეუბნებ, ვარა კარგი იყო რა, ეს მანქანაში მე აუ რა კარგი იყო ის სიცახის, აუ რა მაგარი იყო და ესე მამა არ ვიცით ეს რა იყო, გამოცდილება ნულოვანი გვაქვს. რა კარგი იყო. რამდენიმე თვე გასტანა ამ განცდა. ეს საოცრება იყო და ნუ წირვას მე ერთი ღდელის მაგალითი ვიცი, ხელმოვიდა ჩემთან მითხრა რომ ახალგაზრდა ღდელია და სასტიკი ბრძოლები დაიწყო რომ უსისინებდა რა ის წინა ისტორიული გველი რომ ქრისტე არ არის ღმერთი ქრისტე არის გაიტანჯა რა მღდელი რა მღდელის როგორია ხა ქრისტე არ არის ღმერთი და ლოგიკურ დასაბუთებას ითხოვდა ის და ლოგიკურ დასაბუთებით ამას ვერაფერ დაასაბუთებდა მოითმინა მე ურჩევდი მოითმინე იო მაინცირა და ერთხელ წირვაზე ისეთი გამოცდილება ქონდა, მაგრამ ზეცა გაიხსნა წირვის დროს მისთვის. აი მოთმინების ნაყოფად მე ეს მიიღო. ასე რომ წირვაზე ხდება დიდებულება ყოველ წირვაზე და რაც მეტად მყუდრობთ იდგებით. აქ და რაც მეტად გულს გაიფაქიზებთ იესოს სახელის მოხმობით და რაც მეტად ჩაუღმავდებით წირვის მსახურებას, რაც ხშირად ეზიარებით, უფრო მეტად გაიხსნება თქვენთვის შესაძლებლობა, რომ თქვენს ეს განიცადოთ. ახალ ათმაში თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდს რომელს გამოყოფთით. საერთოდ ძალიან ძვირფასია ახალ ათმაში ჩემთვის ის ადგილები, სადაც ქრისტე ხვდებიან, ქრისტე საუბრობს და ადამიანები გულით ხვდებიან, რომ მათ წინ ღმერთია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია და მე აღმოვაჩინე აი მაგალითად როცა ნათანაელს ეუბნება რომ მე შენ ლეღვის ქვეშ გიხილე და ანუ შენი გული ვიხილე ფაქტურად ამას ნიშნავს და ის მიხვდება რომ გულის ის მდგომარეობა რომელიც მას ლეღვის ქვეშ ლოცვის დროს ჰქონდა მარტო ღმერთმა იცოდა და უცებ ქრისტე ეუბნება რომ მე გიხილე და არავინ არ იცოდა ესე იგი ქრისტე ღმერთია ხო მაგრამ მე აღმოჩნდა რომ სახარებაში არის უამრავი სახარების ყველა ის ადგილი სადაც ქრისტე საუბრობს ყველა ეს ადგილი შეიძლება გადაიქცეს ნათანაელის მსგავს მდგომარეობა თითოეული ჩვენგანისათვის. ყოველ ადგილში არის პოტენცია, რომ შენ რო კითხულობ, უცებ შენ გულს ღმერთი შეეხოს. ასე რომ სახარებაში ქრისტეს ყველა სიტყვა ძალიან ძვირფასია. დიდ მორწმუნეს ვის შეხვედრით ხარ ცხოვრებაში, ვინც
თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემთვის განსაცვიფრებელი იყო ეკლესიაში რომ მივედი ჩემი მოძღვრის მამა არჩილ მინდიაშვილის ცოცხალი და გულმხურვალე გულის მიერი რწმენა, ჩვენი პატრიარქის წინასწარმეტყველური სიტყვები, რომელიც აი რა ვიცი, აი წითელ ხაზებად გასდევს ჩემს ცხოვრებას, მამა გაბრიელთან ერთხელ შეხვედრა, რომელიც ასევე წითელ ხაზებად გასდევს ჩემს ცხოვრებას, ამიტომ ეს აი ცოცხალი რწმენის გამოვლენებები იყო. პატრიარქის მიერ ჩემი ხელდასხმა იყო ჩემთვის კიდევ ერთი სასწაული, რომელიც მაშინ აღსრულდა, რაც მე განვიცადე. და მამა ეფრემთან დაკავშირებით რაც გითხარით და ასევე მეუფე ათანასე ლიმასოლელთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს სულ რაღაცა 1-40 წუთი ვისაუბრეთ, აღსარება უთხარი, კიდე რაღაც თემებზე ვისაუბრეთ და 40 წუთი და მე მეორე დილას რო ვიღვიძებ, აი ზუსტად ანალოგიური განცდა მქონდა, რაც შეიძლება ღამის თევის წირვის მქონდეს, მერე მქონდეს რაღაცა საოცარი სიხარულის სისავსე და უცებ ესე მეთქი წევაზე ხო არ ვიყავი მეთქი ესე კითხვა დავსვი რა და უცებ იმ წამსვე დაკავშირდა აი ამ ადამიანთან ეს საუბარმა საოცარი განცდა გამოიწვია, იმიტომ რომ ეს ადამიანი წმინდანებთან გაზრდილია, მეუფე ათანასე მინდა კი პაისი ათოლა ჩემ კითხულობ წიგნებში და ის მრავალი წელი მის კელიაში ცხოვრობდა. ასე რომ აი ესეთი მაგალითები არსებობს. როგორ უნდა ვიყოთ თავდაბლები ამ ცხოვრების ბრძოლის ველზე, სადაც თავის დახრის შემთხვევაში წაგაცლია. სად არის ღირსებასა და ლაჩრობას შორის თავდაბლობის ზღვა. თავდაბლობა თუ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა, დიახაც წაგაცლიან მაგ თავს აუცილებლად და ეს იქნება დაჩაგრულიც აღმოჩნდები და გადაგივლიან კიდევაც და მაგრამ თავდაბლობა, ქრისტიანული თავდაბლობა ისევე არ არის ფსიქოსომატური თავდაბლობა, როგორც ქრისტიანული სიყვარული არ არის ეს ემოციური სიყვარული. ნახეთ ქრისტე როგორ ამბობს. ახალს მცნებას მოგცემ თქვენ, რომ იყარებოდეთ ურთიერთას. ახალი მცნება, სიყვარული მანამდე არ არსებობდა? რა ახალ მცნებაზეა საუბარი? ეს არის ქრისტე თქვენში და თავდაბლობაც არის ქრისტე თქვენში. ისწავლეთ ჩემგან მშვიდვარდამ დაბალგულით აქ. სიმდაბლე არ არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანის. სიმდაბლე ეს არის ცოცხალი ღმერთი თქვენში და დამერწმუნეთ თუ ცოცხალი ღმერთი იქნება თქვენში, მაშინ ეს არ იქნება ის მდგომარეობა, როცა თქვენ დაჩაგრულად და ღირსება აყრილად იგზნობთ თავს. ეს არის სხვა ძალმოსილება, სხვა მდგომარეობა ადამიანის. ესმით, აი ეს არის ქრისტიანული სათნოებები ეკლესიაში ესმით, როგორც ფსიქოლოგიური და ზნეობრივი მდგომარეობა, ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა სულიერ ცხოვრებაში. ქრისტიანული სათნოებები არის არა ზნეობრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ ქრისტე ჩვენში. ეს არის პრინციპული საკითხი სულიერ ცხოვრებაში. და გონებისმიერი ლოცვით სწორედ ეს ისწავლება, ზიარებით ეს ისწავლება. იმიტომ რომ თუ ქრისტიანული სათნოებები არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არა ქრისტე ჩვენში, მაშინ გონებისმიერი ლოცვა ზედმეტია და ევქარისტია ზედმეტია, როცა ჩვენ ვეზიარებით, იმიტომ რომ ქრისტე დაამკვიდრდეს ჩვენს გულში. ქრისტე არის არა მარტო ადამიანი, ღმერთია ის. ღმერთია, რომელიც ყველგან მყოფია და განსაკუთრებულად მონათლულ ადამიანში გულთან დგას და აკაკუნებს, როგორც თვითონვე გვასწავლის წმინდა წერილში. რამდენად გამართლებულია ეს მოსაზრება, რომ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, როდესაც მორწმუნე ადამიანი იტანჯება დაავადებით, ფიზიკური ტკივილით, იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში უფრო მეტად ცხონდება. რატო ცხონების საკითხი არის ძალიან დიდი საიდუმლოება. ღმერთი არის მოწყალე. ადამიანს, რომელსაც ტკივა, მისი ტკივილი ღმერთსაც ტკივა იცოდეთ. ესეც საღვთისმეტყველოს სტეფანეს წამოუდგა ფეხზე. უფალი აღდგა მკვეთრი და ჭრილობები ისევე ტყობოდა. გესმით, უფალს ტკივა, მას ვუყვარვართ ჩვენ. მაგრამ მარტო ტკივილი არ აცხონებს. იმიტომ რომ ტკივილი ცხოველსაც ტკივა. ტკივილის სწორ გააზრებასაც მნიშვნელოვანი. ადამიანი შეიძლება ტკიოდეს და ღმერთს გმობდეს. და მე მინახია, ეხლა გამახსენდა 22 წლის იყო ის ბიჭი, სახელი. ძველი 20-24 წლის წინანდელი გამოცდილება. და ესე იგი, ისეთი ტკივილები ქონდა, რომ ყვნესოდა და მორფის გაკეთებას, სიმსივნა ქონა, მორფის გაკეთებას რო თხოვდნენ იაკობი გამახსენდა ღმერთმა აცხონოს. დედა მორწმუნე ყავს. და ის რო თხოვდა, შვილონ მორფი გაიკეთე, ეხლა უნდა ზოგადად იკეთებდა პერიოდულად და იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, საშინელი ტკივილები ქონდა. დაუძახა მოძღვარს, მე არ ვიყავი მისი მოძღვარი. და ესე იგი
სულ ბრძოლის ლოცვა წამიკითხეოდა. Ფოწღვარმა უთხრა სულ ბრძოლის ლოცვა ეკითხება ადამიანს, რომელიც აგონიაშია, გონებაზე აღარ არის და როგორ წაგიკითხო, მელაპარაკებიო და წამიკითხე დღეს უნდა გარდავიცვალოო და ეს მოძღვარი ეს უყვარდა იაკობი ტიროდა, ისე უკითხავდა ამ ლოცვას. და მე მოძღვარი წავიდა და დედამისი მიყვება მე რომ ესე იგი არაფრით არ იკეთებს იმას, რა ქვია, ნარკოტიკს. დედა ეხლა უნდა გარდავიცვალო წუთებში და გონება დაბინდული ხო არ წავალ. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით როგორ ჭირდება მორფი და არ იკეთებს და ჩვენ კიდე აღარ ვიცით როგორ ვიკაიფოთ და როგორ გამოვიბრუნოთ თავი. და დედამისი ამბობს, ეს ჩემი ხელი ესე ეჭირაო და აი ესე დედა ეხლა და წავიდა გესმით? აი ესეთი რა თქმა უნდა ამისთვის მისთვის ეს ტკივილი არის, აი მოწამეებს რო აწამებდნენ, ესეთი ღვაწლია რა. და ვიღაცამ შეიძლება ღმერთი დაგმოს ტკივილები და ვერ ვიცი. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ახლა ტკივილი თავისთავად ცალკე ქრისტეს გარეშე, ჩემს გარეშე ვერავინ მამასთან უფალი ამბობს. ქრისტეს გარეშე ტკივილი კი არა, არაფერი არა. აი ეს არის და რა თქმა უნდა ქრისტიანობის გაგება იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანმა იცოდეს, რატომ ქრისტეს გარეშე არა, რა ფენომენია ეს. ესეც სერიოზული საკითხია. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, ბრმად არ უნდა იყოთ ეკლესიაში. გაცემის შემდეგ, როგორც ვიცით, უფალმა ურჩი ანგელოზები უფსკულში ჩაყარა და 64 ბაღს ცოლები მიუჩინა. მაშინ როგორ შეაღწია იქ ეშმაკმა ადამი და ევა რო ეცტუნებინა. 64 ბაღს მცველები დაუყენა, ცეცხლოვანი מחვილით ქერუბიმი დააყენა, ადამ და ევა რო 64-ში აღარ იყვნენ უკვე. ამიტომ როცა ადამი და ევა 64-ში იყვნენ, იქ ანგელოზი არ იდგა. რაც შეეხება უფსკულში ჩაყარა მოხდება მერე. ის ახლა არის პავლე მოციქული ამბობს დემონურ ძალებს უწოდებს ცისქვეშეთის ძალებს. ისინი აქაც გვისმენთ თქვენ როგორია. ეშმაკი ყოველთვის მუშაობს ჩვენს გულზე, ყოველთვის. თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი კეთილი საქმის უკან არის ბოროტი. რა არის ადამიანისათვის ნამდვილი კეთილი საქმე? სახარებაში პასუხი, ყველაფერი პასუხი სახარებაშია. თვალე ამბობს, ვინ არის კეთილი? მხოლოდ ღმერთია კეთილი. ამიტომ თუ საქმე არ არის საღვთო, ის არ არის კეთილი. და რა არის საღვთო საქმე, მაშინ კითხვა ჩდება. ამაზეც არის პასუხი წმინდა წერილში. საღვთო საქმეა გწამდეს იესო ქრისტე. და თუ იესო ქრისტე გწამს, წმენა რაღა არის. ყოველთვის ერთგულებდე მას და მის ცნებებს აღასრულებდე. ამიტომ ადამიანი, რომელიც გულში ქრისტეს ატარებს და მის ერთგულებით ცხოვრობს, ის ყოველთვის კეთილად მოქმედებს, კეთილად საუბრობს, კეთილად აზროვნებს. ანუ მისი ნება ღვთისნებასთან თანხვედრაშია და თუ ადამიანი ქრისტეს არ იკარებს გულში, მაშინ მისი საქმეები ყველაფერი მისი ნებელობით არის. ადამიანის ნებელობა არის ჩვენი დაცემული ბუნების ენერგია, ეგოიზმით, ანგარებით, შურით, მრისხანებით, ქვენაგრძნობებით, ხორციელი მიდრეკილებებით აღსებული. და თქვენ თო განსაჯეთ მაშინ. ლოცვასთან დაკავშირებით, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანს აქვს დიდი გაჭირება, მოდის უფალთან შესთხოვს, მაგრამ მე მაქვს პირიქით. როცა მიჭირს, მაშინ უფრო მეტად ვერ ვლოცულობ და ვერ დავდივარ ტაძარში, ხოლო როცა კარგად ვარ, მეც ვლოცულობ და მეტად მიადვილდება ტაძარში სიარული. ეს რატომ ხდება? ესე იგი, ჩვენ ტაძარში თუ დავდივართ იმის გამო, რომ ეხლა კარგად ვარ და მოკლედ მიჭირს და დავდივარ, ან კარგად ვარ და დავდივარ. ან პირიქით, არ მიჭირს და არ დავდივარ, არ მილხინს და არ დავდივარ. როდესაც ჩემი ტაძარში, ანუ უფალთან ყოფობის, ანუ ლოცვის განწყობა და სურვილი, უფლის ძიების სურვილი. როცა ჩემი უფლის ძიების სურვილი დამოკიდებულია ჩემს ფსიქოსომატურ და გარეგნულ ცხოვრების წესზე, მე ჯერ ქრისტიანი არა ვარ. სულიერ ცხოვრებაში სიტყვა მინდა არ არსებობს. აი მაგალითად, მინდა არსებობს სად, რომ ყავაგინა თუ ჩაი. ხო, მაგრამ ღმერთთან ყოფნა გინდა თუ არ გინდა, ტაძარში ყოფნა გინდა თუ არ გინდა, ლოცვა გინდა თუ არ გინდა, ამაზე პასუხი მაქვს მხოლოდ ერთი. მე მინდა უკვე დამთავრდა მაშინ, როდესაც მე ვთქვი, რომ მე ვარ ქრისტიანი. აი როცა ადამიანი ინათლება, შეუდგები ქრისტეს ამ მეკითხება მღვდელი. შეუდგები ნიშნავს გაყვები. შეუდგები. შედგომილ ხარ, ანუ უკვე გაყოლილი ხარ,
გაყოლილი ვარ, შედგომილ ვარ. განაშორები ბორას და ეშმაკებს განაშორები. აბა მიაფურთხე ფუი ეშმაკს მივაფურთხე. და ხა შეუდგები. წამს ქრისტე, წამს იგი ვითარცა მეუფე, ანუ მეფე და ღმერთი. მე მისი ერთგული ვარ და მიმდევარი. მორჩა. ეგ არის ჩემი მინდა, სხვა მინდა აღარა მაქვს. ამიტომ კარგად ახარ, ცუდად ახარ, ქსიამოვნებს, არ ქსიამოვნებს, მოგინდა, არ მოგინდა, გეხალისება, არ გეხალისება, დაივიწყეთ. კვირა დღეუფლის არის მოვდივარ ტაძარში, გარდა ობიექტური მიზეზისა. უნდა ვილოცო იესოს ლოცვა იქნება თუ რა და სახარება ვიკითხო, დამთავრდა ეს გადაწყვეტილი საქმე გაქვს, უკვე ეს შენ გადაწყვიტე, შენ ხარ ქრისტიანი. კვირას მოხდი უნდა ეზიარო, შენ გადაწყვიტე, ეს ერთხელ გადაწყვეტილი გაქვს უკვე. ამიტომ ნუღა თქვენ გადაწყვეტილებას რევიზიას ნუუქვემდებარებთ. მიმიფურთხებია უკაცრავად ჩემი გულისათვის და ჩემი ტვინისათვის და ჩემი გზნობებისათვის და ჩემი ემოციებისათვის, როდესაც ამ ყველაფერს ქრისტე არ უნდა. აი როგორ თუ ეშმაკს ამაკ ნათქვამი, ისე მეტყვი ჩემ გულს, ჩემს ტვინს, ჩემს ემოციებს, ჩემს გზნობებს, ჩემს ფიზიკურ სხეულს, თუ ისინი ჩემსა და ქრისტეს შუა ჩადგებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავისუფლდებით თქვენი ბუნებითი მიდრეკილებებისაგან, გესმით? თქვენ მოწამეობრივ ღვაწლში შედიხართ. დინების საწინააღმდეგო ცურავ. თორეშმაკი ყოველთვის ისარგებლებს და თავის შუაზე გატარებს. თუ შეიძლება საქართველოს დროშის მნიშვნელობაზე და მის პატივისცემაზე რომ ისაუბროთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ულამაზესი დროშა და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ მასზე ჯვრებია გამოსახული, რომელსაც სხვადასხვა სიმბოლიკა აქვს. ერთ-ერთი სიმბოლიკა, რომელიც პატრიარქმა გააჟღერა, როცა ეს დროშა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, იყო ქრისტეს ხუთი ჭრილობა. ქრისტეს ხუთი ჭრილობა მოგეხსენებათ 4 კიდურებზე და 1 გვერდში. ამიტომ ხუთჯვრიანი დროშა ეს არის ქრისტეს ვნების ადამიანად მოსული ღმერთის ვნების სიმბოლო და გერბი გვაქვს წმინდა გიორგის კიდე ესე ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად 3 წელიწად დამოუკიდებლები ვიყავით. ნახეთ მაშინდელებმა ქართველებმა როგორ დააშავეს. დროშა არ იყო ქრისტიანული სიმბოლიკით და ვერც გაძლო იმ 3 წელი გავძელი და დაგვემხო თავზე ყველაფერი რა. და ეკლესიის დევნა სხვათა შორის მაშინ დავი ბოლშევიკებმა კი არ დაიწყეს ეკლესიის დევნა. თავისუფალ საქართველოში დაიწყეს ეკლესიის დევნა და ძარცვა, მინდა გითხრათ, პატრიარქი მოვკალით თავისუფალ საქართველოში. მაშინ კირიონი როდის მოვკალით? აბა ბოლშევიკებმა კი არ მოკლეს კირიონი. ჩვენ მოვკალით კირიონი. ხო და ამიტომ და სიმბოლიკას ნახე როგორ იყო დროშა არაქრისტიანული კი ბევრი გმირული რამ ახსოვს ამ დროშას, მაგრამ არაქრისტიანული გერბი არაქრისტიანული. ზოგს ეგონა რომ წმინდა გიორგი არ იყო ეს წმინდა გიორგი, ნიმბის გარეშე და რაღაც თავისუფლებისათვის მებრძოლი აბსტრაქტული რაღაც. მადლობა ღმერთს, ახლა ქრისტიანული სიმბოლიკა გვაქვს. მადლობა ღმერთს ამისათვის. წმინდა გიორგი ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ქრისტეს ტკივილებს გვახსენებს. სხვა საკითხია ჩვენ ამ სიმბოლიკას როგორ ვექცევით. რა პოლიტიკური ამბიციებისათვის შეიძლება ვიყვნოთ, თავად როგორ შეურაცხყოთ, როგორ გადაუაროთ, გადმოვაროთ. ქრისტეს სადიდებელი სიმბოლიკა გვაქვს. და ჩვენ ხშირად ეკლესიას შეურაცხყოფთ, გესმის? ანუ ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვენი სიმბოლიკის შესაბამისად და სიმბოლიკა გვახსენებს, რომ ქრისტიანები ვართ. ჩვენი სიამაყე, ჩვენი ღირსება და ჩვენი მთავარი ღირებულება არის იესო ქრისტე. ეს არის. როდესაც ადამიანი პირველ ნაბიჯებს დგამს ეკლესიური ცხოვრებისკენ, რას ურჩევდით ამ ნაბიჯებზე? მთელი წარსული ცხოვრება ცოდვებში გავიარე, სანამ ბოლომდე არ დავეცი ემოციონალურად, იქამდე ვერ ვიპოვე სინდისი და გულში ქრისტეს აღსარება ჯერ არ ჩამიბარებია მოძღვრისათვის, ჩამოუყვეთ ჩემს ცოდვებს, თუ მთელი წარსული რაც მიცხოვრია კაცისყლის გარდა, თითქმის ყველა ცოდვა ჩამიდენია, ამიტომ ყველაფერს ვთანობ მთელ ჩემ განვლით ცხოვრებას. ისიც აღსარებას უნდა სწავლა და აღსარებას გასწავლით მოძღვარი. ზოგადად ესია. აღსარების ჩაბარებას სჭირდება ცოდნა. ერთი რამდენიმე ზოგადი რამე რასაც გეტყვით, ესე იგი აღსარება არის გარეგნული გამოუნილება სინანულის. სინანული არის პროცესი მეტამორფოზის, როცა ადამიანი მიდის ქრისტესკენ, უკანას ივიწყებს წინ მიისწრაფის, მაგრამ ის უკანა ესე ადვილად არ გიშვებს, ამავე დროს შენ წინაც შემოგირბენს და დგება, იმიტომ რომ შეიძლება აღარ ჩადიხარ იმას რაც ჩაიდინე, მაგრამ ის ჩამდენი ისევ შენ გულში ცოცხლობს. ანუ ცოდვა არის ფაქტობრივი დანაშაული და ის მდგომარეობა, რამაც ეს ფაქტობრივი დანაშაული გამოიწვია, რომელიც ავადმყოფობად, სულიერ ავადმყოფობად იწოდება. და სინანული კურნავს ორივეს, როგორც იურიდიული თვალსაზრისით გეპატიება,
ამავე დროს ინკურნები მდგომარეობიდან, რომელმაც ეს ცოდვა ჩაიდინა. ეს არის სინანული, რომელიც ახსარებაში ვლინდება, მაგრამ ნახეთ აი ამ დინამიკას, რომ განვეშორო ძველს და წინ ვიარო, წინ არის ქრისტე. ანუ სინანული არის მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ქრისტესკენ ისწრაფის, ქრისტეს ერთგულებს, ქრისტეს ბაძავს და ასე შემდეგ. ქრისტესკენ სწრაფად და ქრისტესადმი ერთგულება შეუძლებელია თუ არ ვიცი ქრისტეს რა უნდა. ამიტომ ახსარება, სადაც სინდისი დიდ როლს ასრულებს, სინდისი უნდა იყოს აწყობილი ქრისტეს მოძღვრებას. ამიტომ უნდა კითხულობდეთ სახარებას, წმინდა მამებს და თქვენ თავს ადრიდეთ იმას, რასაც სახარებაში კითხულობთ, რასაც ქრისტე ითხოვს სახარებაში. და დაიწყოთ პირველი ნაბიჯი გადადგათ, პირველი ახსარებაზე როგორც წესი მსხვილი ცოდვები გადის და მე ნელა გამოსtildeება გასწავლით როგორ და პირველი ნაბიჯია, რომ პირველი ნაბიჯი ეს არის სახარებაში ჩაღმავება, აი მაგალითად პრაქტიკული ისა რჩევა. აიღეთ მათეს სახარების მე-5, მე-6, მე-7 თავი, გვერდზე დაიდეთ ფურცელი. რა თქმა უნდა, მე-5, მე-6, მე-7 თავის გაგება, იმ 9 ნეტარების გაგება ამოუჩვენოს ეს არის მთელი ცხოვრების გზა, მაგრამ რა დონეზეც გაიგებთ და რა დონეზეც აღმოაჩენთ, რომ მე-5, მე-6, მე-7 თავი მათეს სახარებისა ცალკეა და თქვენ საერთოდ სხვაგან ახართ და სადაც აცდენა გაქვთ, ამ აცდენებს მოინიშნავთ, რა დონეზეც ამას აღმოაჩენთ და პირველი ახსარება იქნება ეს. თქვენი შედარება სახარებას და შობელი მწყევლის მამა. ჩემს დაბადებას წევლის. მეშინია და მგონია რამე მომივა. ხო, ეს ძალიან არასასიამოვნოა, თან უცნაურია, რომ მამა ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ, თქვენ შეასრულეთ ღვთისმცნება. ღმერთი საოცრად იძლევა მცნებას. ის ამბობს, კი არ ამბობს, რომ გიყვარდეს მშობელი შენი. უცნაურია. ზოგადად სიყვარული ყველა ადამიანისათვის, ყველა ადამიანისადმია ვალდებულება. ის არ ამბობს ცნებათ აცნებაში გიყვარდეს შენი დედა და მამა. ის ამბობს პატივიეთ დედასა და მამასა შენს. და ამით ნახეთ რა საოცარი ნიუანსი აქვს. სიყვარული არის გულისმიერი, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ასე ფიქრობს. რომ გრძნობა გულისმიერი და ხანდახან ადამიანს უჭირს ოჯახის წევრის სიყვარულიც კი თუ თulis რომ ეს ადამიანი მას უსამართლოდ ექცევა. ამიტომ აქ საუბარია არა სიყვარულზე, არამედ პატივისცემაზე, რომელიც არის ერთ-ერთი გამოვლინება სიყვარულისა. ამიტომ თქვენ თუ გინდათ, თქვენ თუ აი გაწუხებთ შიში, ხო, წყევლა ეხლა მართლა ცუდი რამეა, ხო? მეორე მხრივ, თქვენ თუ უფლის ერთგულებით იცხოვრებთ. ცნება შეასრულეთ პატივისცემის, ანუ მიუხედავად იმისა, როგორ გექცევათ, არ უნდა დაუბრუნოთ ცუდზე ცუდით. ცუდზე ცუდით. მშობელთან არ უნდა აუწიოთ ტონს. არ უნდა მიმართო შეურაცხყოფელი სიტყვით. და მით უმეტეს ხელით არ შეეხოთ და რა, ანუ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება მშობლის მიმართ, როგორც არ უნდა იქცეოდეს მშობელი არის სასიკვდინე ცოდვა. ამიტომ თქვენ ეცადეთ, რომ ქრისტეს ცნების მიხედვით მოიქცეთ. ტონს არ აუწიოთ, შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, არც სიტყვიერი, მით უმეტეს არც ფიზიკური და მისთვის ილოცოთ. ეს არის ერთგვარი თუ გეშინიათ, აქედან პასუხს გაძლევთ. ეს არის ფარია თქვენთვის ნებისმიერი ბოროტი ენერგიისათვის, რომელიც შეიძლება დემონურ ენერგიას გულისხმობს, სადაც წყევლაა, სადაც გინებაა, სადაც შეურაცხყოფაა, სადაც ნებისმიერი ცოდვა, იქ არის ეშმაკიც, ხო? თქვენ დაცული იქნებით, იმიტომ რომ თქვენ ყველაფრის და მიუხედავად ღვთისნებით ცხოვრობთ. რას აკეთებენ პროტესტანტები არასწორად? ახლა ეს ძალიან ვრცელი თემაა და მოკლედ გეტყვით ამას, რომ ქრისტე ამბობს მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას. და პროტესტანტიზმი ეკლესიის ცნებაში მოიაზრებს სხვა რამეს და მართლმადიდებლები, ქრისტიანები მოიაზრებთ სხვა რამეს. ჩვენთვის ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, ერთი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც დაიწყო მოციქულებიდან და დღემდე გრძელდება. ჩვენთვის ეკლესია საიდუმლოებაა ქრისტეს სხეულისა, რომლის საშუალებით ჩვენ უკვე ზეცაში ვიმყოფებით, როგორც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული. ჩვენთვის ეკლესია ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულია, იმიტომ რომ ის აღესრულება უმთავრესი საიდუმლოება, ანუ უმთავრესი მისტიკა, ეს არის
პურისა და ღვინის გარდასახვა ხორცსა და სისხლად. ჩვენთვის ზიარების აღსრულება ეს არ არის მხოლოდ გახსენება. რა თქმა უნდა გახსენებაც არის და ეს მხარეც აქვს ზიარებას. მაგრამ მხოლოდ გახსენება არ არის, ჩვენთვის რეალური სისხლი და ხორცია. გესმით, ამაშია საქმე. ანუ ჩვენთვის ქრისტიანობა არის ის მისტიკა, სადაც რეალურად ვიმყოფებით საიდუმლო სერობაზე. პავლე მოციქული ამიტომ ამბობს, რომ ვინც უღირსად ჭამს ის ამის გამო შეიძლება დაისაჯოს თვით სიკვდილითაც კი, ვინც უღირსად ჭამს. ჩვენთვის მღვდლობა ეს არ არის უბრალოდ ინსტიტუცია. ჩვენთვის მღვდლობა ნამდვილი მღვდლობაა, ნამდვილი საიდუმლოებაა, მსხვერპლშეწირვა არის, უსისხლო მსხვერპლისა. გესმით, მათ შორის პურისა და ღვინისა. ჩვენთან მღვდელი არის არა თემის გამორჩეული, განსწავლული ადამიანი, არამედ საკრალურობის მატარებელი, იმიტომ რომ ყვავს მღვდელმთავარი. ჩვენ ყავს მღვდელმთავარი, რომელსაც ქვია იესო ქრისტე. და ის არის მღვდელმთავარი და ჩვენ ვართ მღვდლები სამი იერარქიაში. და კიდევ ერთი ნიუანსი. მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა განიცდება მისტიკით, რომელიც აღსრულება ადამიანის გულში. ეს თუ არ განიცადა ადამიანმა, ადამიანი ვერ მიხვდება რა არის ქრისტიანობა. მისტიკა არის პროტესტანტიზმშიც, მაგრამ მისტიკა არის ისლამშიც. მისტიკა არის ინდუიზმშიც, ბუდიზმშიც. მისტიკა არის ათეიზმშიც. ყველგან არის მისტიკა, იმიტომ რომ ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ის საიდუმლოებას ატარებს გულში. მაგრამ ის მისტიკა, რომ შეჭამეთ და მე თქვენში შემოვდივარ, გესმით? არა მარტო მოიხსნებს მოსახსენებლად ეს გააკეთეთ, არამედ ისიც რომ შეჭამე და მე თქვენში შემოვდივარ, ისიც რომ ეს არის ჭეშმარიტად საჭმელი, სასმელი და ჭეშმარიტად სისხლი და ხორცი, რომლის უღირსად მიღების შემთხვევაში ადამიანი კვდება, ეს არის ის მისტიკა, რომელიც ქრისტემ დააწესა. ჩემთვის პირადად 2x2 4 ეკლესია არის ის ეკლესია, რომელიც ქრისტემ დაარსა, სადაც ვიმყოფები და ზიარება არის ჭეშმარიტის ხორცისა და სისხლის მიღება და მღვდლობა არის საკრალურობით დატვირთული და მართლაც მღვდლის მიერ მართლაც ხდება, ესე იგი საიდუმლოების აღსრულება და არა გახსენება უბრალოდ და ნათლობა არ არის უბრალოდ პირობის დადება, არამედ წეშმარიტად ადამიანში რეალურად მადლი შედის. რატომ უკეთიათ მართლმადიდებლების ჯვარი? გავიხსენოთ 10 მცნების მეორე მცნება. აუცილებელია ჯვრისტარება და მეორე მცნება რა? კაშუაშია მეორე მცნება და ჯვარი. ჯვარი ქრისტესი. ჯვარი არის ჯვარი ქრისტესი, არა გადაჯვარიდინებული ჯოხები, არამედ ჯვარი ქრისტესი, რომელიც არის პავლე მოციქული რას ამბობს, რა არისო ჯვარიო? ძალა ღვთისა. ღვთისძალა, რა ღვთისძალა რას ნიშნავს? საღვთო ენერგია. საღვთო ენერგია რას ნიშნავს? მართლმადიდებლური სწავლებით, საღვთო ენერგია არის ღმერთი რეალურად სამყაროში გამოვლენილი. ანუ ღმერთი თავის თავს ავლენს სამყაროში თავისი ენერგიებით. არსით მიუწვდომელია ენერგიებით. ჯვარი, სადაც ქრისტეს ჯვარია, ვაიმეორებ, ქრისტეს ჯვარია. იქ არის საღვთო ენერგია. სადაც საღვთო ენერგია, იქ არის იესო ქრისტე. ამიტომ ჩვენთვის ჯვარი არის ქრისტეს მიერ მოტანილი ენერგიის მატარებელი. ამ ჩვენთვის, სადაც არის ქრისტეს ჯვარი, იქ არის ქრისტე ჩვენთვის. აი ამაშია საქმე. და ჯვრით გამოგვიხსნა ქრისტე ჯვარს რას უწოდებს? ჩვენ ვიცით რომ ეს სატანჯველი არ აღიყვ, მაგრამ თვითონ ქრისტე რას უწოდებს ჯვარს? ამაღლებას. ნახეთ როგორ ამბობს, როცა ავმაღლდები ზეცად და იონე მოციქული განმარტავს, გულისხმობდა ჯვარცმას. და მაშინ მოგიზიდავთ ყველას ჩემთან, გესმით? ჯვარი არის სიყვარულის გამოვლინება. ღმერთმა ისე შეიყვარა, რომ მოკვდა ჩვენთვის და სიყვარულის სიმბოლოა. რა ვიცი, აბა რა შუაშია მეორე მცნება? მეორე მცნება, საერთოდ მეორე ცნება კერპებს არ გვიბძალავს და რა შუაშია ეს? კერპი რა არის? კერპი არის ის, რაც ღმერთი არ არის და ღვთაებრივ, ანუ რაღაც გამოგონილს რო თაყვანს ვცემდა. ჩვენ ჯვარს როცა პატივს მივაგებთ, ქრისტეს მივაგებთ პატივს, მხოლოდ ქრისტეს და არა სხვა რამეს. იმიტომ რომ ჯვარი არის საღვთო ენერგია, იმიტომ რომ ღმერთია, ანუ საღვთო ენერგია. ანუ სადაც ენერგია, იქ ღმერთია. აი ესა, ესეთი ხედვა გვაქვს. კიდევ ტრადიცია, უზარმაზარი ტრადიცია ჯვრის პატივის მიგებისა. როცა ჯვარს ისახავდნენ, სხვადასხვა ფორმები იყო. მაგალითად, ოქროპირის დროს მე-4 საუკუნეში ესე ისახავდნენ ჯვარს. ჯვრის გამოსახულებები კატაკომბებში, უძველეს ქრისტიანულ, ესე იგი, სადაც მსახურებები აღესრულებოდა.
როგორ აღზარდოთ შვილების სწორად, როცა ირგული ამდენი ცდუნებაა. ой, უპირობო სიყვარულით და პირადი მაგალითით. და ქრისტეს მიერ აღზრდა ნიშნავს პირად მაგალითსაც, უპირობო სიყვარულსაც და არაძალადობას ბავშვზე. ამიტომ ჩვენ თუ გულში გვეყოლება ქრისტე, ყველა ძალიან ის დაგვეხმარება, რომ შვილები მეტნაკლებად სწორად აღზარდოთ. ძალიან რთულია. ამერიკაშიც რთულია, საქართველოშიც ძალიან რთულია. ყველგან რთულია დღეს შვილების აღზრდა. და საერთოდ თეორია საუბარი ქრისტეზე ძალიან ადვილია, მაგრამ ცხოვრება რთულია. უფალმა მოგცეს ძალა, რომ გვეცხოვროს გულში ქონოდეს ანთებული სანთელი, რომელსაც ჩვენი რწმენა ქვია, რომელიც აქაც გაგვაძლებინებს და სამშობლოშიც დაგვაბრუნებს. მე ამას გისურვებთ ყველას. მადლობა ჩემს პატრიარქს, რომლის კურთხევითაც მიწევს აქ ჩამოსვლა. მადლობა მეუფე საბას, რომლის კურთხევითაც ასევე მეძლევა საშუალება მის ეპარქიაში გადაგებისა. მადლობა ისევ ყოველთვის ვიმეორებ აქაურ მღვდლებს, ეპარქიის მღვდლებს, რომელიც მური სიყვარულით მიიღებენ და ასევე მადლობა მრევლს თქვენი სახით, რომლებიც ასევე სიყვარულს მაძლევენ და მე მადლობელი ვარ ამისი, რომლის ღირსი არა ვარ, რა თქმა უნდა და მადლობელი ვარ.